რა არის ის, რაც არის ყველაზე დიდი შეცდომა? ეს არის მრავალსაფეხურიანი, არაფრის მომცემი დილის თუ ღამის რუტინა. ჯერ მიცელარული წყალი და მერე დაბანა, ესე მაქვს. რა შეცდომას უშვებ? აბსოლუტურად არ ვთვლი საჭიროდ, რომ ზისგან დამცავი მაგ დროს უნდა გამოვიყენო. ამბობენ, რომ ზოგჯერ მძიმე მეტალებია მასში. პლასმასის შეფუთვებში, შამპუნის, ლოსიონის, ასევე თმის ლაქის შემადგენლობაში შედის ხომ ეს? რა საშავებს ეს პტალატი? კოლაგენს შეიცავს წავისვავ და კოლაგენი გამომუშავდება, მსგავსი რამ არ ხდება. და ხოლო დიაფიან საშუალებებში არ არის. ვირადღირებულ და ბრენდულშიც არის. ჰიალურონის შავა შედის ამ დროს კანის კონკრეტულ შეში. ყოველდღე რომ წავისვა შრატი ჰიალურონით? არ შეიძლება ერთი და იგივე რეტინოლი გამოვიყენოთ, მანამდე ვხმარობდი უფრო ძვირადღირებულ პროდუქტს და ერთადერთი განსხვავება რაც არის ფას. თვალის კრემი ცალკე გააქვთ? მაქვს. აჩები არის ძალიან კარგი საშუალება. რა არის ეს პეპტიდები? მე არ ვიცი. შილაკოფობია მაქვს, თქო მე თვითონ არ ვიკეთებ შილაკს. მეც არა. ეს ეპიზოდი ჩემ შულსაც უნდა ვაყურებინო. მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება გვანცას პოდკასტზე. იმედი მაქვს, რომ გველოდებით ხოლმე. და აქვე მინდა გთხოვოთ, რომ თუ ჯერ არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი, დააჭიროთ გამოწერას subscribe ღილაკს და შეგიძლიათ ასევე მონიშნოთ ზარის პატარა ღილაკი იმისთვის, რომ მიიღოთ შეტყობინებები ყოველი ახალი ეპიზოდის ან ახალი ვიდეოს დადების დროს. დღეს მე მინდა რომ ვისაუბროთ სახის კანის მოვლაზე, მითებზე, რომელიც უკავშირდება ამ მოვლას, საშუალებებზე, რომელშიც იმდენი ინგრედიენტია ზოგჯერ ჩამონათვალში, რომ მართლა კაცმა არ იცის რა შემადგენლობის საცხებს თუ სხვა საშუალებებს ვიყენებთ. ასევე ყველაზე გავრცელებულ შეცდომებზე და მოკლედ ყველაფერზე, რაც ეხება კანის მოვლას. სხვათა შორის საფრთხეზეც, რომელიც შეიძლება მოდიოდეს სწორედ მოვლის საშუალებებიდან, შამპუნებიდან, ტანის ლოსიონებიდან, დეკორატიული კოსმეტიკიდან, რომელიც ესეთი ფერადია ბრჭყვიალა და ამბობენ, რომ ზოგჯერ მძიმე მეტალებია მასში და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ კი რამე კითხვა გამჩენია თავის მოვლასთან და ამ პროდუქტებთან დაკავშირებით, ყველა კითხვა მინდა დავუსვა ჩემს სტუმარს, ნათია თოდუამ, დერმატოვენეროლოგი, ულამაზესი გოგო მიზის წინ. მადლობა. არაჩვეულებრივი კანით და კარგი გამოცდილებით. და ალბათ არ ვიქნები პირველი თუ ვიტყვი, რომ აი რაღაცა ვერა და ვერ მივაგენი, აი რაღაცა იდეალურ რუტინას ჩემი სახის მოვლის, რომ აი კიდე რაღაცეები არ მახტებოდეს სახეზე, არ მქონეს გამონაყრის პრობლემა, არ მქონეს ზოგჯერ ხან სიმშრალის შეგრძნება მაქვს, ხან ზედმეტი ცხიმიანობის. მოკლედ სულ რაღაცა ხდება ამ ჩვენი სახის კანზე. ეს ალბათ ქალების პრობლემა უფრო მეტად არის, რადგან მაინც ჰორმონალურ ძვრებში ვიმყოფებით თვის განმავლობაში, მაგრამ არ ვიცი, მგონია რომ პროდუქციის შერჩევასაც ცოდნა უნდა, ანოტაციის წაკითხვასაც ცოდნა უნდა. მოკლედ, რა არის ის რაც არის ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდი შეცდომა, როცა კანის მოვლას ეხება საქმე. მოდი აქედან დავიწყოთ და მერე უკვე მივყვეთ საკითხებს. პირდაპირ პასუხი რო გაგცეთ თქვენს კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც კანის მოვლის დროს ვუშვებთ, ეს არის მრავალსაფეხურიანი, არაფრის მომცემი დილის თუ ღამის რუტინა. უფრო ვრცლად რო განვიხილოთ ეს საკითხი, კანის სხვადასხვა ტიპი არსებობს, ხომ? მშრალი, ცხიმიანი, კომბინირებული, სენსიტიური, იგივე მგრძნობიარე ტიპის კანი. ამიტომ ძალიან ინდივიდუალურად უნდა ყველა მოვლის პროდუქტ შერჩევა გამომდინარე კანის ტიპიდან. კანის ტიპი შეიძლება შეიცვალოს ასაკის მატებასთან ერთად და გამომდინარე სეზონიდან, იმიტომ რომ ზაფხულში ტენიანობა იზრდება, კანი ძალიან მშრალი აღარ არის, თუნდაც ზოგადად იყოს მშრალი ტიპის კანი, ზამთარში პირიქით ტენიანობა მცირდება, სიცივეა, ამიტომ კანი მეტად შრება. ჩემი პოდკასტის მხარდამჭერი გახლავთ ბრენდი დეკლარი. და ვისაც მგრძნობიარე კანი გაქვთ ამ ბრენდის შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ, იმიტომ რომ ეს შვეიცარიული ბრენდი შეიქმნა 70 წლის წინ და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შექმნა ხაზი სწორედ მგრძნობიარე კანისთვის. სხვათა შორის დერმატოლოგებმა და მკვლევარებმა იკვლიეს და დაადგინეს, რომ ხანგრძლივი გამოყენების შედეგად 70%-ით მცირდება კანზე მგრძნობელობა დეკლარის პროდუქციის გამოყენების ინტენსიური
გამოყენების შემდეგ და ეს მგრძნობელობა ძალიან ბევრი რამით შეიძლება იყოს გამოწვეული, შეიძლება იყოს ტემპერატურული, ანუ სიცივით, სიცხით გამოწვეული, ხისტი წყლით, სხვათა შორის, სტრესით, ასაკობრივი ცვლილებებით მოგეხსენებათ და თუ გამოცდით ამ პროდუქტს, თქვენ თვითონ შეამჩნევთ, სწორედ რამდენიმე კვირის შემდეგ, რომ აუმჯობესებს და ააქტიურებს კანის ბარიერულ ფუნქციას, ხსნის ანთებას და გაღიზიანებას, რომელიც ხშირად ახასიათებს სწორედ მგრძნობიარე კანს, კანის ფერს აუმჯობესებს და ის სწორედ ამ ჯანსაღ იერს და ბრწყინვალებას აძლევს კანს და ეფექტურად გეხმარებათ ასევე დაბერების წინააღმდეგაც. სხვათა შორის დეკლარს აქვს ესეთი ფილოსოფია, რომელსაც მეც ვეთანხმები, რომ სილამაზე იწყება სწორედ იქიდან, სადაც თავს კანი კარგად გრძნობს, მშვიდად გრძნობს და ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკა, ეს არის ზრუნვა, პატივისცემა და ნაზი დამოკიდებულება საკუთარი თავის და კანის მიმართ. აი თქვით რომ შესაძლოა შეიცვალოს. Როგორ უნდა მივხვდე მე, რომ კანის ტიპი მეცვლება? გასაგებია რომ ეს რაღაც ალბათ 40 წლის მერე, თუ რა ასაკზე არის საუბარი და მე მაგალითად აკნე მაქვს თუ მქონდა თუ რა ვიცი, მაქვს რა მოკლედ ეს პრობლემა მუდმივად ხან აქტიური, ხან პასიური და სულ მეგონა რომ აკნე ვისაც აქვს, ყველას ცხიმიანი კანი აქვს მაინც და მაინც და ვირჩევდი სულ ისეთ საშუალებებს, რომელიც არის ცხიმიანი კანისთვის და აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. ეხლა ხან აღმოვაჩინე რომ რაღაც ზოგ ადგილებში არ მყოფნის ის დამატენიანებლები და პირიქით მიშრება სახე და შეიძლება რომ ნახევარი სახე მქონდეს ცხიმიანი და ნახევარი სხვანაირი? კონკრეტულად აკნეს შემთხვევაში ძალიან ზუსტად აღწერეთ თვითონ აკნეს მიმდინარეობა. ხან უკეთარი, ხან არ არის გამონაყარი, ხან ვიზუალიზდება კანზე, იმიტომ რომ მაინც ქრონიკულ პრობლემად ითვლება და წინასწარ პრევენცია ან პროგნოზი როგორ მოიქცევა ეს დაავადება, ჩვენ არ ვიცით. შეიძლება აკნე იყოს გენეტიკური წინასწარ განწყობა აკნეს კენ, ასევე თქვათ კომბინირებული ტიპის კანის შემთხვევაში სადღაც უბან მეტი ცხიმი გამომუშავდება, ზოგან პირიქით ცხიმი ნაკლებია და სიმშრალი შეგრძნება. თუმცა ძალიან ასე ვთქვათ დიდი გამოწვევა თუ როგორი ტიპის საცხი შევარჩიოთ, ხო? იმიტომ რომ თუ სტრუქტურულად დამატენიანებელი კრემი არის სქელი, ისედაც ცხიმისგან დახშულ ფორებს კრემი დაახშვებს და გამონაყარი მეტად გამწვავდება და ეს დახურული კომედონები რაც არის კანქვეშ ჩაწიკწიკებული ბურთულები, ასე ვთქვათ, იჩენს თავს. მინდა სიამაყით წარმოგიდგინოთ გვანცას პოდკასტის წარმდგენი სკანდინავიური საკვები დანამატების ბრენდი New Nordic, რომელიც უკვე ერთ-ერთი მოთხოვნადი არის მსოფლიოს 3 კონტინენტზე და ძალიან მიხარია რომ ის ჩვენს გვერდით არის და მინდა გითხრათ რატომ ავარჩიე პარტნიორად ეს ბრენდი New Nordic. მოგეხსენებათ რომ სკანდინავიის ქვეყნებში ძალიან გამკაცრებულია კონტროლი ყველაფერზე და მათ შორის განსაკუთრებით მედიკამენტებზე და საკვები დანამატების წარმოებაზე, ამიტომ ხო წარმოგიდგენიათ რამდენი ეტაპი აქვს გავლილი კვლევების და შემოწმების New Nordic სანამ გამოვიდოდა სკანდინავიის და შემდეგ უკვე მთელი მსოფლიოს და 3 კონტინენტის ბაზარზე, ამიტომ ძალიან მიხარია რომ სწორედ ასეთი ხარისხიანი პროდუქცია არის ჩვენი პარტნიორი. თან მომწონს ბრენდის ფილოსოფია ძალიან beauty in and out, ანუ სილამაზეს ეს რომ სწორედ შიგნიდან იწყება და მეც ვეთანხმები ამ ფილოსოფიას. სხვათა შორის ბრენდის ბესტსელერი პროდუქტები საქართველოშიც არის უკვე წარმოდგენილი. რამდენიმე მათგანს ჩამოგითვლით და მიხვდებით როგორი ტიპის საკვები დანამატები შეგიძლიათ სწორედ New Nordic-ის თაროზე ნახოთ. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ apple cider-ი, რომელიც გამოიყენება წონის კორექციის ხელშეწყობისთვის. ძალიან საინტერესო და აქტუალური პროდუქტია დღეს. ზუკარინი გახლავთ ტკბილზე მოთხოვნილების შესამცირებლად და ასევე hair volume, რომელიც ჩვენი თმის მოვლის რუტინაში შეგვიძლია დავიხმაროთ იმისათვის, რომ გქონდეს მოცულობითი და ჯანმრთელი თმა. New Nordic-ის პროდუქცია ალბათ უკვე იცით, მაგრამ შეგახსენებ, შეგიძლიათ GPS-ის აფთიაქებში მთელი საქართველოს მასშტაბით მოიძიოთ. აი როგორ უნდა მივხვდე, გამონაყარს უნდა დაველოდო, იმიტომ რომ მაქვს რამდენიმე საცხი ახლა სახლში. ერთი არის უფრო აი თხელი სტრუქტურის, რომელიც აი მალე შეიწოვება და რაღაცა თითქოს უფრო ისეთი მსუბუქია. ერთი არის აი რომ ვისვამ სიამოვნებს, რომ ვისვამ რაღაცა ისეთი კარგად მგონია რომ მიტენიანებს კანს, მაგრამ ვერ ვახდენ დაკვირვებას, რომელი უფრო არის ჩემი რეალურად რა და რადგან ამბობთ რომ ის სქელი უფრო ახშობს ფორებს, აი ესე იგი მკვებავი, რომელია ეგ სქელი?
აი ძალიან ვიბნევი, აი იმდენაირი წარწერები აქვს, აი რო შევდივარ საფეთლად, ხო? არის 1000-ნაირი წარწერა რეალურად რა. თერთად არის გელი, კრემი, ბალმი, გელ-კრემი. აი რამდენია, ხო ხედავთ? ხო და როგორ უნდა მივხვდე რომელია ჩემი? რეალურად გელი არის ყველაზე თხელი სტრუქტურის ემულსია ან გელი. იმიტომ რომ ძირითადად წყლის ბაზაზეა დამზადებული, არ ამძიმებს კანის ზედაპირს, ძალიან მსუბუქია, ძალიან მარტივად შეიწოვება, ძალიან უყვარს ნორმალური ტიპის კანს. კრემი არის უფრო 50-50-ზე, ასე რომ ვთქვათ, როგორც წყლის ბაზა, ასევე ცხიმიანი ბაზა. გელ-კრემი არის შუალედური. გელოვან სტრუქტურასა და კრემს შორის. არ ძალიან მსუბუქია, არ ძალიან მსუბია, თუმცა როგორც წესი კრემოვანი სტრუქტურაც ისეთი საშუალო სიმძიმის საცხად ითვლება. რაც შეეხება ბალმს, ბალმში მეტი არის ცხიმოვანი ბაზა, ვიდრე წყლის ბაზა. შესაბამისად, როცა არის ძალიან მშრალი ტიპის კანი, მას მოსწონს ბალმი. მაგრამ ტანზე გამოყენება, თქვათ, იგივე ბალმის, ლოსიონის, რძის, კრემის უფრო მარტივია, სახე უფრო პრეტენზიული, ამიტომ ამძიმებს ხო ალბათ ის? ამძიმებს მარტივად და ხშირად მომხმარებელი უჩივის, რომ ხმარო კრემს და იქერცლება, არ თითქოს არ იწოვება. ხო, აი რაღაც იმეებივით რჩება, რომ ის კურკუშელები იკეთებს, ხო. კი, ესე იგი ის კრემი ჩვენი კანის ტიპისთვის არ არის განკუთვნილი. მეც მქონია ეგეთი შემთხვევა, დიდი სამბით შევიძინე კრემი თავის შრატთან ერთად, მე ვერ ვიხმარე, თუმცა დედაჩემმა არაჩვეულებრივად გამოიყენა. აი, ასაკთან ესე იგი კავშირშია, ხო, კიდევ არის ცალკე ხაზები აქვს ბრენდებს, anti-age ხაზები ეგრეთ წოდებული. ეს anti-age ხაზები შეიძლება იყოს ეგრე განსხვავებული, ვთქვა, თუ ის მაინც-მაინც ღრმაკვებას და დატენიანებას გულისხმობს, რადგან აი ნაოჭები უნდა გაგვისწოროს. ეგრეთ წოდებული anti-age, ანტიასაკობრივი ხაზები მაინც ორიენტირებულია კანის კვებისკენ, იმიტომ რომ ასაკის მატებასთან ერთად ითვლება, რომ კანის ზედაპირული შეთხელდება, ნაოჭები მეტად გამოხატულია, მაგრამ ჩემი რჩევა ყოველთვის პაციენტების მისამართი, თუნდაც მეგობრებთან, ახლობლებთან არის ის, რომ არ ღირს კრემში ძალიან დიდი თანხის გადახდა. რეალურად ამ დროს უფრო ესთეტიურ მედიცინას მივმართოთ ჯობს, იგივე ვთქვათ, ინიექციაც როგორც არის ბიორევიტალიზაცია, ვთქვათ, მეზოთერაპია ნაკლებად, ბიორევიტალიზაცია, ჰიალურონის, აი ბუსტერი ასევე, ჰიალურონის მჟავა შედის ამ დროს კანის კონკრეტულ შეში, ჰიალურონის რა ფუნქცია აქვს, მოიზიდავს წყალს და ღრმა დატენიანება ხდება. ყოველდღე რომ წავისვა შრატი ჰიალურონით არის შემიცვლის, მაგ ძვირადღირებულ მას ჰიალურონის შრატი არის სასუქივით კანისთვის, მშრალი ტიპის კანისთვის, ზოგჯერ კომბინირებული ტიპის კანსაც ძალიან უყვარს. ახლა ცხიმოვან კანს ჰიალურონის შრატი არ სიამოვნებს. ამიტომ ჰიალურონის შრატზე შემდეგ საშუალო სტრუქტურის კრემი რო დავიტანოთ, ძალიან კარგია, თუმცა არის უკვე მდგომარეობა და არის პერიოდები, როცა არ არის საკმარისი. და მაინც გამოხატულია სიმშრალე, იმის და მივხვდეთ, რომ პაციენტები და ჩვეულებრივი მომხმარებლები, როგორც დილით ასევე ღამე, ვიტენიანებთ კანის ზედაპირს. ამ დროს კრემის ფასის გაზრდის ხარჯზე ვერ მივიღებთ შედეგს. ხო, აი ეგ უნდა, ხო, ეს ერთი ძალიან ცნობილი ბრენდს ქონა ისტორიაში ასეთი რამ, რომ მე მგონი შემადგენლობები შეადარეს ერთი კრემი ღირს $300, მეორე $20 და ერთნაირი ინგრედიენტები ქონდა. გახსენდებათ ეგეთი რაღაც? კი, ინგრედიენტები. რეალურად ბრენდში ვიხდით და არა შემადგენლობაში, ამას გულისხმობთ, რომ ფასის გაზრდა. მე წილად ვეთანხმები მე მაგ მოსაზრებას, იმიტომ რომ ინგრედიენტებს, თუმცა არიან ბრენდები, ვინც თქვათ აპატენტებენ სხვა ინგრედიენტებს, ბევრად უფრო ამუშავებენ და სხვანაირად გასუფთავებულ ინგრედიენტებს გვთავაზობენ პროდუქციაში, თუმცა ეგრეთ წოდებული ლაქშერი ბრენდები ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ ბრენდინგზე, მარკეტინგზე, შეფუთვაზე. და ძირითადად ეს ზრდის ხოლმე საცხების ფასს. საცხების ფასს. კარგი, რადგან ინგრედიენტები ახსენეთ, ისევ დავუბრუნდეთ, აი რა ასხია თუ რა დევს ამ შეფუთვაში მოკლედ. და რა არის ის ინგრედიენტები, რისიც უნდა გვეშინოდეს. ჩვენ მართალია ყველა ინგრედიენტის გაშიფრვა ჩვენ მომხმარებლებს არ შეგვიძლია და ისევ რაღაც თქვენ მოგმართავთ ამ შეკითხვებით, რომ აი ეს რა არის, ხო? რა არის ის, რაც
არ უნდა იყოს თავის მოვლის საშუალებაში, ვთქვათ. მოდი დავიწყოთ აი თუნდაც თმის დასაბანი საშუალებებით. ხო, ესეც ხო კანს ეხება და ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ამბობენ რომ აი არ უნდა შეიცავდეს რაღაც პარაბენებს და რაღაც ესეთ ნივთიერებებს. რა არის ეს ნივთიერებები რეალურად და რატო არის ამ საშუალებებში? სულ მაგ ეკითხვა რა. თუ ესეთი საშინელი შედეგის მომტანია, რას აძლევს, ვთქვათ, ბრენდს მისი იქ ყოფნა? ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულის ტკივილი არის, რომ დღესდღეობით ყოველი ჩვენთაგანი ვაწყდებით პრობლემას, რომ ჩვენს გარშემო ბავშვები, დიდები, მოზრდილები იყენებენ ძალიან დიდი რაოდენობით საჭირო თუ არასაჭირო პროდუქტებს. ბოლო წლებია ძალიან გაიზარდა სხვადასხვა მოვლის საშუალებების გამოყენება, რაც ვფიქრობ, რომ უფრო მარკეტინგის და სოციალური ქსელების დამსახურება და ეს რაღაც სტანდარტები, რომელსაც ვხედავთ ეკრანზე, ტრენდები, TikTok და Instagram ტრენდები და ბავშვები, რომლებიც სხედან კამერების წინ და 20 საფეხურიან რუტინას იტარებენ. კი, გვპირდებიან სილამაზეს, უკეთეს ვიზუალს, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს თვით შეფასებასთან, ხომ? არა მარტო კანის საშუალებით ხდება, ვთქვათ, მავნე ნივთიერებების შეწოვა ყოველდღიურად, რას ვსუნთქავთ, რას ვჭამთ. ეს გარემო ხო ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. ასევე აი ტოქსიურ სილამაზეს ეს ეძახიან უკვე ამ ყველაფერს გამომდინარე იქიდან, თუ რა პოტენცია აქვს სხვა მოვლის პროდუქტებში შემავალ საშიშ ინგრედიენტებს ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე. რა პოტენცია აქვს? აი მაგალითად ფტალატები, ხომ? ფტალატები პარაბენი, სილიკონი, ფრაგნანსი, თუმცა ფტალატები შედის ხოლმე ესეთ ქიმიური ნაერთია, რომელიც პლასმასის შეფუთვებში, შამპუნის, ლოსიონის, ასევე თმის ლაქის შემადგენლობაში შედის ხოლმე და მისი ფუნქცია არის დამარბილებელი ფუნქცია. რა თქვა თმის ლაქს თუ გამოვიყენებთ, თმა არ იყოს ძალიან გახევებული. ფრჩხილის ლაქს თუ გამოვიყენებთ, არ გახევდეს ასე ვთქვათ ფრჩხილზე და მარტივად მტვრევადი არ იყოს. და რას აშავებს ეს ფტალატი? რა ფტალატი, იგივე პარაბენი, იგივე მძიმე მეტალები, ეს მავნე ნივთიერებები ძალიან მარტივად შეიწოვება ჩვენს კანში, სისხლის მიმოქცევის გზით სხვადასხვა ორგანოებთან მიდის, ხო, იმიტომ რომ სისხლი ამარაგებს ყველა ორგანოს და შეიძლება გამოიწვიოს როგორც ნევროლოგიური, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული თუ რეპროდუქციული დარღვევები. ასევე პარაბენებს რო შევეხოთ, თქვათ, კარცეროგენად ითვლება, რა არის კარცეროგენი? ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სიმსივნური და ონკოლოგიური დაავადებების ჩამოყალიბებას, სხვადასხვა შამპუნების და ლოსიონების შემადგენლობაში რომ აღმოაჩინეს, შემდეგ დაიწყო კვლევები, თუ რა გავლენა შეიძლება ქონოდა ძუძუს კიბოს შემთხვევაში, ჯერ არ არის ზუსტი პასუხები, თუმცა იზრდება მოსაზრება, რომ მათ აქვთ როლი თუნდაც ძუძუს კიბოს ჩამოყალიბებაში. აი ფრაგნანსებთან მიმართებაში ხო ჩვენ დერმატოლოგები ფრაგნანსი არის სურნელის მიმცემი. ხო აი რას ვურჩევთ ხოლმე აი ზოგადად რა პასუხსემთ რომ არ შეიცავდეს პროდუქტი პარფიუმს, ფრაგნანს და ვთქვათ სილიკონს, ხო? მაგრამ თუნდაც ძალიან კარგი ევროპული ბრენდების შემადგენლობაში შედის როგორც პარფიუმი დასაბან საშუალებებში, ასევე სურნელების მიმნიჭებელი ფრაგნანსები. ანუ მხოლოდ დიაფიან საშუალებებში არ არის, ზვირადღირებულ და ბრენდულშიც არის. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს მათ კონცენტრაციას. როცა ეს კარგად დამუშავებული და შედის მცირე რაოდენობით, ის ჩვენი კანისთვის არ არის საზიანო. ჩვენ როგორ უნდა მივხვდეთ მაგას, მცირე რაოდენობით შედის, დამუშავებული არ არის? იმ ტერმინოლოგიაში ვერ გავერკვევით? ჩვენ მაგას ვერ მივხვდებით, რეალურად შეგვიძლია, ეს არ არის ხოლმე ეტიკეტზე დატანილი, კონკრეტულად ბრენდის საიტს ვეწვიოთ, ან გამომძიებელი დავიქირავთ, ან უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდი არის თქვა FDA დამტკიცებული, თუნდაც დერმატოლოგიურად და ოფთალმოლოგიურად ტესტირებული პროდუქტებიც არ ნიშნავს იმას, რომ სათანადო კვლევები არის ჩატარებული იმ დონეზე, რომ იყოს თქვათ მინიმუმამდე დაყვანილი ალერგიული რეაქციების ალბათობა, მაგრამ მაინც ყველაფერი იმდენად ინდივიდუალიზმამდე დადის, თქვათ თუ არის სენსიტიური ტიპის კანი, ის მცირე რაოდენობით პარფიუმსაც ვერ აიტანს და ფრაგნანს. თუ არის ნორმალური ტიპის კანი, ან ცხიმიანი ტიპის კანი, მას რეაქცია არ ექნება ამ პროდუქტებზე. მაგრამ აი, რამდენი ხანი უნდა მოიხმარდეს ადამიანი, ვთქვათ, აი არ აქცევს ყურადღებას, მას არ აქვს ცოდნა, ნახავ Instagram-ზე ვიღაცა ინფლუენსერის
ვიდეოში რაღაცა პროდუქტი და გაგიჟდა გადაირია. მეც ყოფილი ვარ ამის ხერპლი და არ ვიცი ალბათ ყველა ხო? და შეიძინა ეს პროდუქტი. ძალიან მოსწონს, არაფერი ვიზუალურად არაფერი გამოხატულება არ აქვს. აი რამდენი ხანი უნდა მოიხმარდეს ადამიანი, რომ მართლა თუნდაც ეს კანცეროგენული ეფექტი დადგეს, ან თუნდაც ეს ონკოლოგიურ რაღაც რისკში შევიდეს ადამიანი. პროდუქტი უმეტესწილად არის ხოლმე გაურკვეველი წარმოშობის, გაურკვეველი ქვეყნის, ან ვადაგასული, ან ძველი, ან ტრანსპორტირების დროს მოხდა, თქვათ, ჰერმეტულობის დარღვევა, იმიტომ რომ როგორც წესი ძიმე მეტალებს რო შევეხოთ, ძიმე მეტალებს არ აწერია, არც ერთ პროდუქტს არ აწერია, რომ შეიცავს ძიმე მეტალებს. არის რომ შეიცავს დაბინძურდეს შემდეგ პროდუქტი. ამიტომ როცა ხანგრძლივად ხდება და ყოველდღიურად, თუნდაც კანის დიდ და ფართო უბანზე მსგავს პროდუქტთან შეხება, ესე ზუსტი განსაზღვრული პერიოდი არ არსებობს და ალბათ ძალიან რთულია, რომ აი რაღაცას ესე დაზაბუთებულად და დაზუსტებულად დავადოთ ხელი, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ აი ამას ვიყენებდით. ეს მაინც ჯერ კვლევის საგანია და ზოგადი წარმოდგენები არის ამასთან მიმართებაში. ხო, მაინც ბედს ვართ მინდობილები პრინციპში, ან ამის უბრალოდ კონტროლი არ ხდება. უნდა დავეყრდნოთ ანოტაციას, ხო? რაც ესე იგი თქვით რომ ეს სულფატები, ფრაგნანსი, ანუ დამატებული ეს აი ალკოჰოლს რა შეიცავს ეგ რა? ალკოჰოლის შემცველი პროდუქტების, აი მაგალითად ცხიმიანი კანის შემთხვევაში დასაბამის საშუალებები ხშირად შეიცავს ალკოჰოლს. და ოკეია ეს. მცირე რაოდენობით დასაშვებია, იმიტომ რომ ეს კარგად აშორებს თქვათ კანის ცხიმოვან ზედაპირს. სულფატები ხო შამპუნებთან მიმართებაში არის სულფატით და სულფატის გარეშე. თქვათ სულფატი კარგად შესწავლილი ინგრედიენტია, ასე რომ ვთქვა და თუ კი მან გააღიზიანა სკალპი, ეს არ ნიშნავს ყოველთვის ტოქსიკურობას. ესე იგი, უბრალოდ განვითარდა რეაქცია, ან ალერგიული კონტაქტური, ან ირიტაციული, რაც ძალიან მარტივად აღმოფხვრადია. იმიტომ რომ სულფატები ძალიან კარგად აშორებს თმას ჭუჭს, ცხიმს, თუმცა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება სკალპიც გამოაშროს. ამიტომ პერიოდულად, ლიმიტირებული დროით, სხვა სეზონზე ეს არ არის დანაშაული თუ ხმარობთ სულფატის შემცველ შამპუნს, მაგრამ მუდმივად არ შეიძლება. ანუ დიდი დოზით არ უნდა იყოს დიდი დოზით და შემადგენლობაში. ყოველდღიურობაში არ არის რეკომენდებული. რომ ამბობენ რომ აი რო არ ქაფდება ეგ შამპუნები, ესე იგი ძალიან კარგია და არ შეიცავს იმიტომ რომ სულფატიანი ქაფდება უფრო მარტივად. არა და რა სასიამოვნოა რო ქაფდება. შამპუნი რო არ ქაფდება, არ ვიცი, თქვენ შეგრძნება გაქვთ რომ არ გასუფთავდა კარგად ხმა და სკალპი. მეც ეგრე ვარ და რატომღაც მაინც ეგეთ შამპუნებს ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას, არ ვიცი, შეიძლება სულფატი ნამდვილად არ არის, ვერ მივაკუთვნებთ ისეთ საშიში ინგრედიენტს, უბრალოდ ზოგჯერ აღიზიანებს სკალპს და მარტივად ექვემდებარება ხოლმე მკურნალობას. გასაგებია. აი ტრენდები ძალიან ხშირად ვახსენეთ და ჩვენ ვიცით რომ აი რაღაცა ჭყვიალა, ეხლა თქვენ გისვიათ ძალიან ლამაზი ბზინვარე, თვალის ჭრდილი და ძალიან გიხდებათ და ძალიან მომწონს. მაგრამ ყველამ ვიცით რომ ეს სიბზინვარე ზოგჯერ აი როცა ლაპარაკია სათამაშოებზე, ან აი რაღაცა ტყარწებზე და რაღაცებზე, ხო რომ ეს სიბზინვარე მიიღწევა სწორედ მძიმე მეტალების და იმ დაბინძურებული საღებავით. ალბათ არც ამ კოსმეტიკას არ აწერია, ხო, რომ შესაძლოა შეიცავდეს. აი, მაინც რა არის ის, რითიც უნდა ვიხამწვანელოთ ასეთ დროს. თქვენ თქვით, რომ ფასი არ არის ის, რითიც შეიძლება მაინც და მაინც არჩევანი გავაკეთოთ. თქვენ თქვით, რომ შემადგენლობად ზოგჯერ ყველაფერი არ აწერია, რა შეიცავს და რას არ შეიცავს. მაშინ რა არის ის, რითიც მე თავს ვიგრძნობ დაცულად, როგორც ადამიანი თავის მოვლის მოყვარული, ასე ვთქვა და მინდა რომ აი ის პროდუქტის მქონდეს ესეც და კარგად გამოვიყურებოდე რა. ზედად ამ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ვიცით ელემენტარულ დონეზე, ხო, რას უნდა შეიცავდეს, ასე უნდა შეიცავდეს, მაინც ვენდობით ალბათ დროში გამოცდილ პროდუქტს და ბრენდებს, რომელიც მუდმივად გადიან შემოწმებას, მუდმივად ხდება სხვა კვლევები, იმიტომ რომ სამწუხაროდ ქვეყანაში რეგულაცია არ არის, რომ ის რაც შემოდის ბაზარზე ყველაფერი შემოწმდეს. არ მოწმდება, აი ბაზრობაზე რა ხდება, არავინ არ იცის, ხომ? კი, და ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ მან დიდენს კრემებს, თავის მოვლის საშუალებებს. ის შემცველობაზე იყო რამდენიმე წლის წინ ერთი ამბავი, თუნდაც აი ბავშვების სათამაშოებში, ისედაც რა რაოდენობით ტყვიას უნდქავთ სხვადასხვა უბნებიდან გამომდინარე
ასევე დაიდოკლება თქვათ თბილისის რომელ რეგიონში და რომელ ნაწილში მეტია, ნაკლებია. ამიტომ ყველაფერს აქვს კომპლექსური არის მერე პრობლემა ეს ხო, არის. თუმცა იმას მე ვერ ვაკონტროლებ და ვერ შევცვლი, მაგრამ როცა კრემი უნდა ვიყიდო, ალბათ მაინც უფრო მევაკეთებ არჩევანს, რომელი დროში გამოცდილი და ხარისხი და ქვეყანა. საფთიაქო ბრენდები არის ამ, ასე ვთქვათ, მეტად თავის დაზღვევა? კი, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საფთიაქო ბრენდები. და დღეს ვეუბნები ზუსტად პაციენტებს, მე თვითონ საფთიაქო ბრენდს ვხმარობ რამ ბოლო 2-3 წელია, მანამდე ვხმარობდი უფრო ძვირადღირებულ პროდუქტს და ერთ-ერთი განსხვავება რაც არის ფასი. მართლა, ხო? აი, რამდენი იყო სხვაობა ფასში დაახლოებით? ორჯერ მეტი იყო, ხირდა? ცოტა მეტი, 2.5 ალბათ. თუნდაც აი მეც ჩვეულებრივად ველოდები ფასდაკლებებს, როდის იქნება აფთიაქში. რა თქმა უნდა, ერთი სული მაქვს. ამიტომ ჩემი, სხვათა შორის აქვე ვიტყვი, აფთიაქის ბრენდებს ახან შევეხედა თავის მოვრის პაციენტებს ხშირად აქვთ ხოლმე შეკითხვა, რომ აუცილებელია დასაბანი, დამატენიანებელი, შრატი, მზისგან დამცავი ერთი ბრენდის იყოს. ეს არის ერთ-ერთი ასევე გავრცელებული მითი. და რა თქმა უნდა ეს აუცილებელი არ არის. შეიძლება რომ სხვა რამით დავიბანოთ, სხვა რამით დავიტენიანოთ და საერთოდ სხვა ბრენდის მზისგან დამცავი გამოყენოთ. ხო, ეხლა თქვენ სამი ძირითადი ნაბიჯი ჩამოთვალეთ, მაგრამ საუბარი სწორედ დაიწყეთ მრავალსაფეხურიანი რუტინებით. ეხლა ამ საფეხურებს შევეხოთ, იმიტომ რომ მეც ესე ჩემთან აბაზე მიწყვია თაროებზე რაღაცები. შრატიც მაქვს, ტონერი და ტონიკი ერთ და იგივეა? ერთ და იგივე. ტონერი, რა თქმა უნდა, მზისგან დამცავი, იქ არის კიდე რაღაცა ჩამოსაბანი ნიღაბი, რომელიც ატენიანებს და ასე შემდეგ. და ხან ვაკეთებ, ხან არ ვაკეთებ. ანუ ამ რუტინა, ასე ვთქვათ, მაინც ძირთად ერთი საცხით შემოიფარგლება. რასაც მე მივესალმები. მართლა ხო? ანუ რაც ცოტა არის, კარგია? რაც ჩემ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ვაწყდები პაციენტებთან კანის პრობლემებს, ვინც იყენებს ძალიან დიდი რაოდენობით სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტს თუ პროდუქტს და თვითონ პაციენტები ამბობენ ხოლმე, რომ აქამდე პრობლემა არ მქონდა და ირო გადავწყვიტე, რომ თავს მოუარო, შევიძინო, ამ ვიდეოს უყურე და ისე გულმოდგინედ დაიწყებენ ხოლმე ამ საფეხურების შესრულებას, რასაც სხვადასხვა ვიდეოები გვთავაზობენ, მერე ჩდება კანის პრობლემებიც. აი ეგ ვიდეოები გვთავაზობენ ძალიან აქტიურად, რომ დაბანა კანის და გასუფთავება უნდა იყოს ორეტაპიანი აუცილებლად. ერთი რაღაცა უფრო ისეთი ძირითადი ჭუჭყის და თუ გრიმის თუ მაკიაჟის მოშორება და მეორე უკვე დაბანა. ეგრეა? აუცილებელია? აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია. იმიტომ რომ მაკიაჟის შემთხვევაში და ვთქვათ, როცა მზის დამცავს ვიყენებთ ყოველდღიურად, ვთქვათ რა ეტაპს მოიცავს, ხო? გვეუბნებიან, რომ ზეთოვანი დასაბანი და შემდეგ წყლის ბაზაზე დამზადებული დასაბანი. ზეთოვანი დასაბანი ძალიან კარგად შედის ურთიერთქმედებაში ამ მაკიაჟის გრანულებთან, ასე ვთქვათ, და კარგად შლის. და შესაბამისად კარგად ასუფთავებს კანს და უფრო წარმატებით ხდება ხოლმე კანის ზედაპირის გასუფთავება, ვიდრე ვთქვათ მხოლოდ წყლის ბაზით რომ გავიწმინდოთ და დავიბანოთ. მე ეგეტაპები ჯერ მიცელარული წყალი და მერე დაბანა ესე მაქვს. რა შეცდომას უშვებ? მისაღებია. კი. კი ბატონო, რძეები, აი ადრე დედა ყოველთვის მაკიაჟს იშორებდა ხოლმე ბამბით და სპეციალური მასაჟირებელი რძით. ხო და რაღაც ეტაპზე მეც მქონდა ეგ რუტინაში, მაგრამ მე თითქოს შეგზნება დამეუფლა, რომ რაღაცნაირად ამას ეს უფრო კანში შემყავდა თუ არ ვიცი. აი ზოგადად ბამბით და აი ესე მოშორებაზე რას ფიქრობთ? მე ყოველთვის ვემხრობი, რომ თითებით მოხდეს და თითებით მოხდეს დამუშავება კანის და დაბანაც და შემდეგ ერთჯერადად გასუფთავება. ანუ მაინც ისეთი საშუალება, რომელსაც ჩამოვიბანთ მერე ყველა ვარიანტში. კი, რა შეიძლება მიცეულ წყალს ბამბის დისკით, როცა ხდება კანის ზედაპირის გასუფთავება, ეს არ არის იმხელა პრობლემა, რაზეც თქვა შეიძლება ესე დავფიქრებ და ყურადღება მივაქციოთ. ხა კანის ტიპიდან გამომდინარე, ზოგჯერ ორჯერ იბანენ ხო, დილით და ძილის წინ. არის თქვა მშრალი კანის ტიპს არ უყვარს ორჯერ დაბანა. დილით მიცელალური წყლის გამოყენება, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება უმეტესობას და თქვა ძილის წინ კაპიტალური დაბანა, რომ მთელი დღის ცხიმი, ჭუჭყი, მტვერი კანს მოშორდეს, სრულიად საკმარისია. მზისგან დამცავის ჩამობანა უცბად რატოა საჭირო? თქვათ აი ხო არის, რომ
დღეს დღის განმავლობაში გისვია და რა თქმა უნდა ღამე ისედაც ყველა იბანს სახეს ასე ვთქვათ, მაგრამ რა ნივთიერებაა? მზის დამცავში შედის ქიმიური ნივთიერებები, რომელიც თქვათ რას აკეთებს დღის მანძილზე, ხო? აბრკოლებს ულტრაისფერ სხივებს, რომ ჩვენს კანში არ მოხდეს მათი მავნე ზემოქმედება. ესე იგი ეს ბუნებრივია, რომ მათში შედის ეს ქიმიური ინგრედიენტები. რომ ამბობენ, რომ არსებობს ქიმიური მზის განდამცავები და კიდე რაღაცნაირი მინერალური მზის განდამცავები. რეალურად მინერალური სიტყვა არის ძალიან ისეთი უწყინარი მინერალური მზის განდამცავი. მინერალური უფრო აი დამცავი ფენასავით ეკრის, თეთრ კვალსაც ტოვებს ხოლმე, ცოტა მძიმე სტრუქტურა აქვს, თუმცა ეხა არის უფრო თხელი სტრუქტურის მინერალური მზის განდამცავებიც. ხშირად შეიცავს ხოლმე ცინკს, თუთიას, ამიტომ აქვს ეს თეთრი კვალი და პირდაპირ უყვაგდებს მზის სხივებს. გასაგებ, ესე იგი, უბრალოდ ის ქიმიური უფრო კომფორტული არის ვიზუალური და შეწოვის თვალსაზრისით უფრო კომფორტულია, თორე ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი მე მინერალურს ხმარობ და მასში ქიმიური ინგრედიენტები არ შედის. რატომ აგორდა ამ ბოლო დროს ამ მზის განდამცავების ანტიკამპანია? აი ხვდება ხოლმე სოციალურ ქსელში, რომ აი ვინც ესე ყოველდღიურად მოიხმარს და რაღაცა თითქოს მათ ისინიც რაღაც საფრთხის წინაშე დგანან, ზუსტად მისი შემადგენლობის გამო თითქოს. რადგანაც მზის განდამცავებში შედის ქიმიური ნაერთები, ითვლება, რომ წარმოიშვა ასეთი აზრი, რომ შეიძლება იყოს ეს პროდუქტებიც კარცეროგენული, თუმცა არანაირი თქვათ ისეთი კვლევა ამაზე არ არსებობს, რომელიც მის ვალიდურობას დაადასტურებს და მართებულობას. პირადად მე ზოგადად არ ვარ რადიკალი. ამიტომ წელიწადის ყოველ დღეს მე თვითონ არ ვხმარობ მზის განდამცავს. იმიტომ ზამთარში როცა თქვა დილით სახლიდან გავდივარ, ჯერ გათენებულიც არ არის და სამსახურში არ შემოდის კაბინეტში მზის სხივი, ტოვებ სამუშაო ადგილს და ჯერ კი უკვე ღამეა. აბსოლუტურად არ ვთვლი საჭიროდ, რომ მზის განდამცავი მაგ დროს უნდა გამოვიყენო. ეს კიდევ ერთი მინერალური ვახსენეთ, კიდე აწერენ ხოლმე რაღაც ეს ნატურალური, მცენარეული და ასე შემდეგ და ძალიან ხშირად მათ შორის აი ჩვენზე უფროსი თაობის ქალები, რომლებიც აი სახლში საცხების დამზადების მოყვარულები არიან და აი ძალიან რაღაცა რაც უფრო ბუნებრივია, თითქოს მათთვის უფრო მისაღებია, ხო? არადა სინამდვილეში რა დგას ამ დროს სასწორზე? რამდენად არის სიმართლის მარცვალი იმაში, რომ თუ კი მე რაღაცა სახლში ბუნებრივი ინგრედიენტებით მე თვითონ მოვამზადებ რაღაცა საცხს, ის უფრო გამომადგება და წაადგება ჩემს კანს, ვიდრე რაღაცა ნაყიდი საცხი. ზოგადად მე არ ვემხრობი სახლურ არც ნიღბებს, არც კრემებს, იმიტომ რომ ძალიან რთულია ესე რეცეპტით მოიპოვა რეცეპტი და ამ რეცეპტით ზედმიწევნით კარგად დამუშავებულად შექმნა საცხი, რომელიც შეიძლება ყველასთვის კარგი იყოს, თუმცა ბებია ჩემი აკეთებდა ხოლმე სახლში და დღემდე მაგ ვეშაპის ქონი, რომელსაც იყენებდა და ეს იყო მისთვის უძვირფასესი ინგრედიენტი. და თვითონ ძალიან მოსწონდა. ჩემთვის ძალიან ცუდი. აი ესე რაღაცა შავბაზარზე. კარგი დამატენიანებელია ვეშაპის ქონი? ძალიან კარგი დამატენიანებელია. თვითონვე იმზადებდა მისთვის ამ დამატენიანებელს, რომელსაც ჰქონდა საშინელი სუნი. იმიტომ რომ ფრაგნანსი არ შედიოდა ალბათ რაც ჩვენს პროდუქტებში მეტად შედის. სახლურ ნიღბებს, სახლურ პროდუქტებს მაინც ძალიან რთულია ესე მიანიჭო პრიორიტეტი, იმიტომ რომ ზოგჯერ გეუბნებიან რომ რაღაც გაურკვეველ დამზადებულ კრემს იყენებენ და თქვათ მისცა ალერგიული რეაქცია. ძალიან რთულია შენ როცა შემადგენლობა არ იცი, ზუსტად თქვა რაზე მისცა პაციენტს თუ მომხმარებელს რეაქცია. კოსმეტოლოგები ხშირად თავადამზადებენ. თავადამზადებენ და ძალიან გაურკვეველი არის ხოლმე თუ რა ინგრედიენტებისგან შედგება ესა თუ ის ან დასაბანი, ან დამატენიანებელი. ხა ორგანული პროდუქტები, ნატურალური პროდუქტები თუნდაც რაც საფთიაქო ქსელში ან სხვადასხვა კომპანიები უკვე ხშირად გვთავაზობენ, ძალიან კარგია, მაგრამ არა ყველასთვის. ესე გადაჭრით ვერ ვიტყვით რომელიმეზე, თქვა სინთეზური კარგია, ცუდია თუ ნატურალური უკეთესია. კი თქვა იგივე შიის კარაქი, ჟოჟობას ზეთი, ზეითუნის ზეთი, ასკორბინის მჟავა, იგივე C ვიტამინი, ჰიალურონის მჟავა, შიის კარაქი, ანტიოქსიდაციური თვისებებით არის დატვირთული, თქვა ძალიან კარგი ზეგავლენა აქვს კანზე,
მაგრამ თქვათ, ვისაც სენსიტიური მგრძნობიარე კანი აქვს, შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიხატოს. სენსიტიური კანი ვისაც აქვს, შეუძლია დეკლარის ხაზი გამოიყენოს სენსიტიური კანისთვის. ეხლა რა მაინტერესებს, დღის და ღამის კრემი. ძალიან ბევრ კომპანიას აქვს ესეთი განაწილებული რუტინა, ხო? და ასევე ამაზეც ამბობენ, რომ არ არსებობს დღის და ღამის კრემი, კრემს აქვს რაღაცა კონკრეტული ფუნქცია და იმ ფუნქციით შეგიძლიათ დღისითაც გამოიყენო და ღამეც. თქვენ რას ვფიქრობთ? კრემს აქვს ის ფუნქცია, რომელიც მოქმედებს როგორც დილით, ასევე ღამით ძილის წინ. როცა ძალიან მარტივ რუტინას ვარჩევთ, იგივე საცხი, რომელსაც გამოვიყენებთ დილით დამატენიანებლად, თუ კი ის არ შეიცავს ბზისგან დამცავს, ანალოგიური წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ძილის წინ. მაგრამ ზოგჯერ როცა დაყოფა ხდება ხოლმე აი დღის კრემი და ღამის კრემი, როგორც წესი ღამის კრემი უფრო მსუყეა ხოლმე, იმიტომ რომ ძილის დროს და ღამით ხდება კანის აღდგენა, რეგენერაცია და ამიტომ თვითონ უფრო იტვირთება კანის ზედაპირი ამ მსუყე შემადგენლობით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დამატენიანებელი და თავად მეც ასე ვაკეთებ. უბრალოდ ზოგჯერ სტრუქტურას ვცვლი ხოლმე, დილით შეიძლება ვიხმარო კრემი და ძილის წინ გელი, რომელიც ძალიან მსუბუქია. თუმცა ამას რადიკალური მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არ მაქვს თვალკე დღის და არ მაქვს თვალკე ღამის კრემი. ზაფხულში კომფორტულია ვიხმაროთ დამატენიანებელი მზისგან დამცავით, ან უკვე არის ისეთი მზისგან დამცავი, რომელიც ისაც ატენიანებს კანს და ბევრ ფენას საცხს აღარ ვისვავთ. თვალის კრემი ცალკე გააქვთ? მაქვს. მეც მაქვს 2-3, მაგრამ მეზარება წასმა და ჩვეულებრივ საცხს თვალზეც ვისვამ და არაფერი არ შავდება მაგით, რა ვიცი. თვალის კრემი ცალკე აუცილებელი ასევე არ არის. მე უბრალოდ მიყვარს, როცა რაღაცას ვიყენებ და იმას კონკრეტული დანიშნულება აქვს. ეს მე მგონი უფრო რაღაცა ჩვენ თვითონ კმაყოფილები ვართ, როცა პატივს ვცემთ ცალკე თვალს, ცალკე სახეს, ცალკე ტანს და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა თითქოს ეს ჩვენი რაღაც რიტუალია, რომელიც გვინდა რომ შევასრულოთ, მაგრამ ხო შემიძლია რომ წავისვათ თვალზე? ჩვეულებრივი დამატენიანი კრემი როგორც წესი თვალის გარშემო გამოიყენება, მაგრამ ზოგჯერ ითვლება რომ თვალის კრემი უფრო ფაქიზი ინგრედიენტებით არის და უფრო ნაზად შექმნილი, იმიტომ რომ თვალის გარშემო ცხიმოვანი ქსოვილი ყველაზე ნაკლებად არის გამოხატული, ყველაზე თხელი კანია და მინიმუმამდე არის გაღიზიანების რისკი, მაგრამ როცა აქტიურ ინგრედიენტებზეა საუბარი, მაგალითად კანზე რეტინოლს ან სხვადასხვა მჟავას თუ ვიყენებთ, ასევე თვალის კრემებში შედის ხოლმე რეტინოლი. არ შეიძლება ერთი და იგივე რეტინოლი გამოვიყენოთ კანზე და შემდეგ თვალზე, იმიტომ რომ თვალის რეტინოლი ყოველთვის უფრო დაბალი კონცენტრაციით არის. უკვე ხა მივადექით, არ ვიცოდი ცალკე თვალის რეტინოლი თუ არსებობდა და მოდი რეტინოლზე ვილაპარაკოთ მეტი. თითქმის ყველა მიცის უკვე რეტინოლის შესახებ, რომ ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა იყოს ჩვენს რუტინაში. ამ ეტაპზე ჩემს რუტინაში რეტინოლი არ არის, არ ვიცი. რატომ არის ესეთი კარგი და მართლა ყველასთვის კარგია? რა არის რეტინოლი და რეტინოიდების ჯგუფი, ეს არის ვიტამინ A-სგან მიღებული ინგრედიენტი, რომელიც მართლა ძალიან კარგია კანისთვის და ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. ყველა ტიპის კანისთვის? ყველა ტიპის კანისთვის არა. როცა არის მშრალი ტიპის კანი და მგრძნობიარე ტიპის კანი, რეტინოლს აქვს თავის გვერდითი ეფექტები. რეტინოლს ვეპარებით. ეს ერთ დღეს გადავწყვიტე მომინდა რეტინოლის გამოყენება და ყოველ ღამე დავიწყე მისი დატანა კანის ზედაპირზე, ასე არ ხდება. უნდა ვიცოდეთ რა გვერდითი ეფექტები აქვს რეტინოლს. იწვევს კანის ზედაპირის სიცითლეს, გაღიზიანებას, ზოგჯერ მცირე გამონაყარს, იმიტომ რომ დამატენიანებელი საცხისგან განსხვავებით, რომელსაც კანის ზედაპირზე როცა წავისვათ, ჩადის კანის შეში და იქ რჩება, რეტინოლის წასმის შედეგად მისი მოქმედების მექანიზმი არის ქვემოდან ზემოთ, იმიტომ რომ კანს ჩადის ქვემოთ და თუ კი რამე ცხიმი, ანუ ჩვენი კანისთვის არასასურველი რაღაც იმალება კანის ქვემოთ, ის ამოდის ზემოთ. ამიტომ ხდება კანის სტრუქტურული გაუმჯობესება რეტინოლის გამოყენებისას. აი მე რომ აქვს გამონაყრის პრობლემა და რომ ამბობენ რომ შენ უნდა იხმარო რეტინოლიო, თუ ესე იგი რაღაცა ეტაპზე ამოიტანს ამ და მერე გადაივლის და მოხდება რეგენერაცია. ზუსტად ასე, იმიტომ რომ რეტინოიდებს მაგალითად აკნეს მკურნალობაშიც ვიყენებთ და ეგრეთ წოდებულ purgings რომ ეძახიან.
გამონაყარი მწვავდება და შემდეგ ხდება ალაგება, ზუსტად ამ ეფექტის დამსახურება. და რომ ამბობენ სხვადასხვა პროცენტულობის არ არის ეგ რეტინოლი და თუ დაბალი პროცენტულობით ხმარობ, უფრო შეგიძლიათ ამამად დაიწყო. თუ არა? დაბალი პროცენტულობით უნდა დავიწყოთ აუცილებლად. მისი გამოყენება იწყება კვირაში 2-ჯერ, მაგალითად 2 კვირა, შემდეგ კვირაში 3-ჯერ. და მერე უკვე ნელ-ნელა ვახშირებთ დღე გამოშვებით და ყოველდღიურად. და სულ უნდა ვიხმაროთ? ყველა ზაფხულის პერიოდში თუ მზეს არ დავენახებით, შეგვიძლია შევინარჩუნოთ მისი გამოყენება. თუ გარუჯოს გეგმავთ, მაშინ ზაფხულში უნდა შეწყდეს რეტინოლის მოხმარება. და კიდე რისთვის არის ეს ნივთიერება? რეტინოლი ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას, რაც 25 წლის მერე ნელ-ნელა სუსტდება. აი, ხო, ესე იგი ნაოჭების პრევენციაც ყოფილა, ხო? თუ არა? კი, რეტინოლს აქვს ანტიასაკობრივი მოქმედება. მართლა ძალიან კარგი პროდუქტი და ინგრედიენტია. და ისე მართლა ამ საცხებით შეიძლება, აი მე მესმის რომ დატენიანებაში ამ მთელი სიბრძნე ასე ვთქვათ, რომ მერე გაჩნდეს ნაოჭები, მაგრამ ამბობენ რომ თუ ვთქვათ რაღაცა ღრმა ჩაღწევა არ მოხდა კანში, ეს რაღაცა ანტიასაკობრივი პროდუქტებიო, მარკეტინგიაო რა, რომ ვთქვათ აი თვალის კრემი, რომელსაც მოყვება რაღაცა მეტალის ესენი რა ქვია, რაღაცეები, თითქოს მაგას რო ისვამის ნაოჭებს ასწორებს და შესაბამისად ამის გამო ძალიან ძვირი ცხირს და ასე შემდეგ. ნაოჭებს ესე არაფერი არ ასწორებს, რასაც ჩვენ სახლის პირობებში წავისვავთ კანის ზედაპირზე. არ შეიძლება ესთეტიური მედიცინის ასე უგულებელყოფა, ასე რომ ვთქვათ. ხო, არა, ალბათ. საცხები არ ახდენს საოცრებებს. კი, რაღაც ეტაპამდე ვინარჩუნებთ და ვთქვათ ვეხმარებით. პირობითად, ვთქვათ, დავიწყეთ დღეიდან დილის რუტინაში C ვიტამინის შრატის გამოყენება ან საცხის და რატო ვიწყებ C ვიტამინს? აქვე. C ვიტამინიც ერთ-ერთი ძალიან კარგი ანტიოქსიდანტია, რომელსაც ძალიან კარგი ზეგავლენა აქვს კანზე. თავისუფალი რადიკალების, რომელიც ჩვენთვის მავნია წარმოშობას უშლის ხელს, უნარჩუნებს კანს, ბუნებრივ სხივს, პიგმენტაციისგან იცავს. ამიტომ C ვიტამინი, მზისგან დამცავი და რეტინოლი ითვლება 3 ერთ-ერთ ძირითად ინგრედიენტად ანტიასაკობრივ მოვლაში. და ეს C ვიტამინის ზოგადად შრატები რა დროს არის რუტინაში? ჩვენ შეგვიძლია როგორც გამოყენოთ შატი, ასევე კრემი, ხო? უბრალოდ შატი ძალიან კომფორტულია, დაბანის შემდეგ კრემის წასმამდე გამოიყენება. ძალიან მსუბუქი ტექსტურა აქვს, თითქმის წყალთან მიახლოებული, მარტივად იწოვება და C ვიტამინი ჩემთვისაც კარგია, ჩემი ტიპის კანისთვის? კი. კი, თუ ალერგია არ არის C ვიტამინზე, მაშინ თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გამოიყენოს. და C ვიტამინიც უნდა ესე რეტინოლივით ნელ-ნელა შეიტანო, თუ ის უფრო მსუბუქია. C ვიტამინი მსუბუქია, როგორც წესი, არ იცის კანზე აგრესიული გაღიზიანება, მაგრამ ორივეს ერთდროულად დაწყება არ შეიძლება. ჯერ ერთ ინგრედიენტს უნდა მიაჩვიოს ჩვენი კანი, შემდეგ უკვე შეგვიძლია მეორე ჩავთოთ, როცა დავწუნდებით, რომ ჩვენმა კანმა ის წარმატებით მიიღო. აი რას ვამბობდი, ვთქვათ, დღეიდან დავიწყეთ C ვიტამინის და რეტინოლის გამოყენება, ვთქვათ, ჯერ C ვიტამინი, შემდეგ რეტინოლი ჩავთეთ. ვაუ, ეფექტს ვერ მივიღებთ 1, 2 და თუნდაც 5 თვეში. ამას აქვს ძალიან გრძელივადით და ხანგრძლივი დრო სჭირდება, რომ მისი მოქმედება გამოჩნდეს კანის ზედაპირზე, მაგრამ დღეიდან 5 წელი რო გადავახვიოთ, კანი ბევრად უფრო შენარჩუნებული იქნება სტრუქტურულად, ვიდრე რო არ დაგვეწყო, რაც დაგხვდებოდა 5 წლის შემდეგ. აი რა არის ეგ ასაკი, როცა ესეთი აქტიური პრევენცია უნდა დავიწყოთ? აი ხა თქვენ რასაც ამბობთ, ეს პრევენციაა, ხო, რეალურად, აი კანის სტრუქტურის მომზადება რაღაც უკვე ასაკობრივი ცვლილებებისთვის. იმიტომ რომ სკოლის მოსწავლეები ძალიან აქტიურად უკვე ბევრ პროდუქტებს იყენებენ. ეს ყველა დაუშვებელია, ეს ძალიან მაბრაზებს ეგ ფაქტი, იმიტომ რომ რეალურად დამსახურება არის სოციმედიის და სხვადასხვა TikTok გვერდებზე და Instagram-ზე თუ Facebook-ზე არსებულ ვიდეოების, რომელიც გვეუბნება, რომ აი თუ ამას წავისვავთ, გავიღვიძებთ და მართლა ვაუ ეფექტი დაგხვდება და ბავშვები ბავშვის კანს არ სჭირდება, ხო? ბავშვის კანი ძალიან გრძნობიარეა, ბევრად უფრო გრძნობიარეა, ვიდრე ჩვენი. მე ვნახულობ ჩემ პრაქტიკაში ბავშვებს, რომლებიც ხმარობენ სხვადასხვა ბლაშებს, ჰაილაითებს, აყოლილები არიან ერთმანეთზე
და მე იგივე აკნე ან აკნეს ტიპის გამონაყარი ან ალერგიული კონტაქტური დერმატიტები ვითარდება და რაღაცნაირად ვცდილობთ ხოლმე რომ გავუმკლავდეთ ისე რომ მათი კანი დავიცვათ. ეს ეპიზოდი ჩემ შულსაც უნდა ვაყურებინო. გოგოს. ბიჭსაც რა თქმა უნდა, ბიჭებსაც. მე ჩემ ნათლულს ვუკითხავ ხოლმე ლექციებს მაგასთან მართლა, ხო, ეს მიმართებაში, იმიტომ რომ ძალიან უყვარს ბლაში ნიტას. ჩემ შულსაც უყვარს რაღაცა ეს კი არ არის, აი ჩვენ დროს იყო ეს რომ ვიბრანჭებოდით, რომ აი დედის ტუჩსაცხი და იქ რაღაცა დედის კოსმეტიკის ჩანთაში ჩაძრომა და ასე შემდეგ და ამ თაობისთვის ეს გახდა რაღაცნაირად ისეთი ჩვეული რუტინა, ანუ ჩვენი მე და თქვენი ასაკის ადამიანებს ამის გაგება გვიჭირს ცოტა, რომ მათთვის ეს რაღაცნაირი მოთხოვნილება გახდა რა და თითქოს ეს ასეც უნდა იყოს და ჩვენ მშობლები ვუდგავართ წინააღმდეგობაში და რაღაცნაირად ისე გამოდის რომ მათ ვერ უგებთ, მაგრამ სინამდვილეში აი ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუები რა ფრაზებსაც გვეუბნები, გაიზრდები და მიხვდები, აი იგივე ფრაზებს ვიძახი მეც. გაიზრდები და მე მახსოვს უბედნიერესი ვიყავი, როცა წითელ პომადას წავისვავდი ან ვინმეს ჩანთიდან ის დავლანდავდი და ეს იყო ჩემთვის ესეთი ძალიან გადღემდე მახსოვს ბავშვობაში წასმული წითელი პომადა და ეს ხდებოდა ძალიან იშვიათად. მაგრამ ტუჩსაცხი ყველაზე უწყინარი პროდუქტია მაგ მხრივ არა ბავშვისთვის. კი, შეიძლება უბრალოდ ტუჩი გამოაშოს, რასაც მე ბალმით და მე დავარეგულირებ. მოკლედ ეს ტრენდების და ბავშვების ჩაბმა, ასე ვთქვათ, აი ამ ინფლუენსერ მარკეტინგში ძალიან უარყოფითად დიდი დანაშაულია, მე ვფიქრობ. ძალიან დიდი დანაშაულია. მოდი, კარგად ვთქვათ, აი თქვენი პრაქტიკიდან მოიყვანეთ რაღაცა მაგალითები და ჩვენ ბევრი მშობელი გვიყურებს. კარგად დავხსნათ აი ეს რეალური შედეგები, რაც ბავშვების სახისგანზე ნახეთ რა, აი ასეთი ტიპის გამოყენების მერე ამ მე მყავდა 12 წლის გოგონა, რომელიც სისტემატურად იყენებდა ბრჭყვიალა highlighters, ასევე blushs, თვლიან რომ ტონალური შეუძლია არ წაისვან და BB კრემი წაისვან, თქვა ბავშვის კანისთვის არ აქვს მნიშვნელობა, BB კრემი საზიანოა. მათი კანი იმდენად ნაზია, ყოველას ზრდასრულ ადამიანს თქვა აქვს ის შეგნება რომ განსაზღვროს და ნახოს რომ მის კანს ეს არ უხდება. ბავშვები არ ეპუებიან. ამიტომ ისეთი რეაქციები და ისეთი გამონაყარი როგორც არის ჩირქოვანი, ვარდისფერი წვრილი, მრგვალი ელემენტები, ანთება კანის ზედაპირზე, სიწითლე, შემოფარგლული, კანის სიმშრალე, წვის შეგრძნება, ძლიერი ქავილი, თვალების შეშუპება, თქვათ სხვადასხვა ჩრდილების გამოყენებისას ან თუნდაც ტუშის ანუ შეიძლება რომ საერთოდ გაიფუჭოს სახის კანი სამუდამოდ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა პირველად ჩნდება გამონაყარი, თუნდაც ამ ასაკში, აი აკნეს ტიპის გამონაყარი, ძალიან მარტივად ხდება მისი დაბრუნება, მორეციდივე ბუნება აქვს. ამიტომ მათი ისეთი ფაფუკი, ნაზი კანი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მშობლებმა შევინარჩუნოთ, ისე ხელშეუხებლად რაც შეიძლება დიდხანს. ისე მოზარდების აკნე, ესეთი მე მაგალითად ეს პრობლემა დამეწყო სრულიად ზრდასრულ ასაკში და ალბათ ეს იყო პროფესიულიც და რაღაც იმ დაშვებული შეცდომების გამო, რაც თქვათ ჩემი სახის მოვლის დროს დაუშვი, ხო, უკვე იყო ზრდასრულ ასაკში. მოზარდობის ასაკში ეს გარდა ვიზუალურისა ძალიან ისეთი სოციალური პრობლემა, მერეც, მაგრამ ძალიან ისეთი სოციალური პრობლემაა და არ ვიცი ხა მე დამაინტერესა ამ ვიდეოებმა თუ რატომ იგდებს ყოველდღიურად ამას. პრეპარატებით მკურნალობა. კონკრეტული პრეპარატები, რომელიც მძიმე პრეპარატებია და გულისხმობს რაღაც თვეობით ამ წამლის მიღებას, რომ ეს აკნე რაღაცნაირად დაიძლიოს. ჩვენთან რამდენად თქვენს პრაქტიკაში რამდენად აქტიურად გამოიყენება ეს პრეპარატები? დერმატოლოგიაში ზოგადად აკნეს საწინააღმდეგო სისტემური მკურნალობა არსებობს, იმიტომ რომ მას აქვს თავის ჩვენება. სულ ამბობ არ შეიძლება თქვა რამდენიმე კერაზე და რამდენიმე მუწუყზე დაინიშნოს ერთ და იგივე წამალი. თან მედიკამენტსაც როგორც წესი აქვს დროებითი შედეგი. მთელი ცხოვრება მედიკამენტს ვერ მივიღებთ, რომ ეს სამუდამოდ არ აქვს. არ არსებობს ერთი უნივერსალური წამალი, რაზეც ვიტყვით, რომ დავლევ და მორჩა, ან წავისვავ და მორჩა.
პრეპარატს დიდხანს ვერ მივიღებთ. შესაბამისად ძალიან მძიმეა, ხო, რომ ღვიძლს აზიანებს და მძიმე, ითვლება, რომ არის ჰეპატოტოქსიური სხვა რისკები აქვს. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული ამის შესახებ, თუ ჩვენება გვაქვს იმის, რომ მედიკამენტი დაინიშნოს. ანუ შეიძლება 1 წელიწადს ეს მედიკამენტი დაიზიანოს ღვიძლი და კიდე რაღაცა გამოუშვეს სასტიკად ეს სახე და მერე შეაჩეროს და ისევ დაემართება აკნე. შეიძლება გავიდეს 2-3 თვე, შეიძლება გავიდეს 2-3 წელი. და კვლავ დაიწყოს. მე მყოლა პაციენტები, ვისაც 3 კურსი აქვს ჩატარებული სისტემური იზოტრეტინოინით, ანუ ეს არ არის დავლიე და მორჩა. ამიტომ უნდა უღირდეს, უნდა გვიღირდეს, რომ ეს პრეპარატი დავნიშნოთ. რა თქმა უნდა, რა ანალიზებიც გვაქვს მოწოდებული, მას ვამოწმებთ პრეპარატის მიღებამდეც და მკურნალობის პერიოდშიც, რომ შვიდად ვიყოთ მეც და პაციენტიც. მაგრამ ეს არ არის სამუდამო შედეგი. უბრალოდ ზოგჯერ იმდენად მძიმეა აკნე, რომ არანაირი აზრი არ აქვს ადგილობრივ მკურნალობას. პაციენტის დრო, ნერვული სისტემა და ბიუჯეტი უნდა დაიხარჯოს ტყუილ ადგილობრივ თერაპიაზე. უბრალოდ მე აკნე როცა ბრუნდება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რემისიის პერიოდი რამდენ ხანს გასტანს ჩვენ ეს არ ვიცით. როგორც წესი გავიღვიძე და იგივე სიტუაცია დამხვდა, ასე არ ხდება. ნელ-ნელა გვეპარება, იმიტომ რომ ეს მედიკამენტი რას აკეთებს? თრგუნავს ცხიმოენჯირკვლების ფუნქციას. ცხიმი აღარ გამომუშავდება, გამონაყარი აღარ ჩდება. ნელ-ნელა მოძლიერდება შემდეგ მკურნალობის დასრულებიდან გამოიმუშავებს. და როცა გვეპარება უკვე გამონაყარი, მე ადგილობრივ თერაპიას აზრი აქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საბედნიეროდ ჩემ პრაქტიკაში მედიკამენტის გამოყენება ძალიან იშვიათად მჭირდება და საკმაოდ წარმატებით მართავთ ხოლმე ადგილობრივად, უმეტესწილად. მე არ მიყვარს ეს მედიკამენტი, მაგრამ ჩემ სიყვარულზე არ არის, როცა პაციენტი ჭირდება, მე ვალდებული ვარ, რომ მას აი რითი იმართება, იმიტომ რომ ყველა ქალს უნდა რომ აი რაღაცა მნიშვნელოვანი დღის წინ, გადაღების წინ რომ გამოახტება რაღაცა სახეზე, აი უნდა რომ რაღაცა არსებობდეს ჯადოსნური რაღაცა მალამოსაცხი ძალიან ბევრი ისინი აფთიაქში მედიკამენტები და ზოგი დერმატოლოგი ამასაც ნიშნავს, რომ აი წაისვას და ხო შეიძლება რომ რაღაცნაირად ეს ალაგდეს. რა ახალია კერა, უფრო მარტივად ემორჩილება ადგილობრივ მკურნალობას. რა არის ადგილობრივ მკურნალობა? არსებობს ეგეთი საცხები? კი, როგორ არა. ძირითადად აქაც ვარჩევთ ინგრედიენტებით, ხომ? თუ რა სჭირდება კანს? პირველ რიგში სჭირდება ადგილობრივად ანტიბიოტიკი, იმიტომ რომ ყველა ელემენტში, ყველა აკნეს ელემენტში არის ბაქტერია. ამიტომ ამ ბაქტერიაზე რაღაცამ ზემოქმედება უნდა გააკეთოს. ესე იგი ის მალამოც უნდა იყოს ანტიბიოტიკის შემცველი. კი, ოღონდ ადგილობრივ ანტიბიოტიკს არაფერი არ აქვს საერთო სისტემურ ანტიბიოტიკთან, რომელსაც ვსვავთ. თუმცა, როცა არის ჭარბად ჩირქოვანი კერები გამოხატული სახეზე, გვჭირდება ხოლმე რომ პაციენტმა ჩაიტაროს რაღაც პერიოდი ანტიბიოტიკოთერაპია უკვე სისტემურად. დალიოს ან. დიახ. რაც შეეხება ადგილობრივად, უფრო ხანგრძლივად გრძელდება მკურნალობა დაახლოებით 3-დან 9 თვემდე. ამიტომ ყველა პაციენტმა იცის, რომ ძალიან მიწითი მოთმინებით, ნებისყოფით უნდა დავიწყოთ ეს პროცესი, იმიტომ რომ შუაგზაზე გაჩერება, ან ერთი კვირა ვხმარო, 2 კვირა ვისვავ და შედეგი არ მაქვს, ასე მარტივად არ არის გამბავი. ეს პაჩები რო არის რაღაცა რო დაიკრავენ და თითქოს ეს რაღაცნაირად ადგილობრივად აშუშებს და რაღაცას შეიცავს, არ ვიცი. ძალიან ბევრი დადის ამ პაჩებ დაკრული. პაჩები არის ძალიან კარგი საშუალება. მე ძალიან მომწონს. იმიტომ რომ ზოგი პაჩი უბრალოდ ვიზუალურად ნიღბავს ელემენტს და პაციენტი აღარ აწვალებს მექანიკურად, რაც ძალიან დიდი პრობლემაა გამონაყრის შემთხვევაში. პაციენტი ამჩნევს, რომ მას რაღაც გამოვიდა კანზე, აწვალებს მას ხელით, ბაქტერიის გამრავლება ხდება, იყო 1, გაჩნდება 5. შემდეგ მექანიკურად დაზიანებული კერა არასდროს აღარ გადის, ტოვებს ანთების შემდგომ პიგმენტაციას და თუ მანამდე თქვა 1 კვირაში მოვაშუშებით, დაგჭირდება 1 თვე. და მე კანი თუ ძალიან დაზიანდა, შეიძლება პერმანენტულად დარჩეს ეს ლაქა კანზე. ზოგი პაჩები ზოგჯერ ხო? კი, ეგ დამოკიდებულია უკვე დაზიანების ხარისხზე. ზოგი პაჩი შეიცავს სალიცილის მჟავას ან სხვა მჟავას, კარგია, რომ ამას შეიცავდეს. კი, სალიცილის მჟავას ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, შესაბამისად ანთების ჩააქრობას უწყობს ხელს. სხვა შორის წინა კვირას მეც მეკრა ერთი პაჩი და ვხუმრობდით მეგობრებთან, რომ აი დერმატოლოგსაც ერთი პაჩი დამჭირდა ლოკალზე. ადამიანია. ისე მეგობრები ძალიან ხშირად არ გაწუხებენ კითხვებით, კონსულტაციებით? ძალიან. მეგობრები რა თქმა უნდა არ მაწუხებენ, ყოველთვის აბარისთვის ვარ. ხო, ალბათ ყველას უნდა ყავდეს ერთი დერმატოლოგი მეგობარი მინიმუმ. აბარისთვის ვარ ერთმანეთის. სხვათა შორის ტრენდებს რადგან მიუყვებით,
აი ეს რაღაცა ნიღბები რო არის, რომელიც ანათებს. ის რო არის, მე წითელი ნათება, ლედნათურა. ეგ წითელი ნათება, რომლითაც აი ეს სძინავთ მთელი ღამე, ამ წითელი ნათების მიღმა არის პაჩი, ამის ასაჭიმი, იმის დასაბილებელი, ამის დასატენიანებელი რაღაცეები. მე ვფიქრობ, რომ ეგ შეიძლება წითელი ნათება ცუდი არ არის. კარგი ზეგავლენა აქვს კანზე, მაგალითად ხშირად მიმართავენ ინექციების მერე, იმიტომ რომ კანის აღდგენას და ანთებითი რეაქციების განვითარებას უშლის ხელს და რეგენერაციას, ანუ კანის აღდგენას უწყობს ხელს, მაგრამ აი სახლის პირობებში აი ზოგჯერ ვიდეოები რო გვხდება, რომ თვიდან რაღაცას იხსნიან, მერე თვალებიდან, მერე ტუჩებიდან, მერე აქ რაც გაკრული მგონია რომ ამას აკეთებენ ან ვიდეოსთვის, ან ძალიან უსაქმურები არიან და სხვა საფიქრალი არ აქვთ, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველად წარმოუდგენელია მსგავსი ყოველდღიური რაღაცა ხო აბჯრით დაძინება. სუსტად და დაძინების პოზა ამბობენ რომ აი რაღაცა ესე წარმომიდგენია რომ აი ვისაც ძალიან გადატკეცილი კანი აქვს ესე ძინავს ამბობენ რომ არ უნდა დადო თავი რომ არ გაგიჩნდეს ნაოჭი ადამიანები ვართ ძალიან რთულია ამის გაკონტროლება მაგრამ ეს მექანიკურით ხო, მაგრამ აი ეს მექანიკურად მართლა შეიძლება, რომ წოლის პოზიციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეიძლება ხელი შეუწყოს. მე ერთ მხარეს როცა ძინავთ, შეიძლება იმ მხარეს უფრო მეტად გამოიხატოს რაღაც ნიშნები, რაც არ აღინიშნებოდეს მეორე მხარეს. ესე იგი, ესე წოლა კარგია მეფურად? მეფურად წოლა შეიძლება ჩაითვალოს თქვა ამხრივ, მაგრამ განა ღამის მანძილზე ვინ გააკონტროლებს ვის ერთ მხარეს წინას მარტო ან მეორე მხარეს ყოს ძალიან რთულია. კი, ნამდვილად. ზოგჯერ რაღაცა მსხვერპლზე მიდიან ხოლმე ადამიანები. არიან ადამიანები, ვინც მართლა სიცილი ვახსენეთ, სიცილს ერიდებიან, თვალებს არ ჭუტავენ. არ შეიძლება ესეთი მიდგომები. მე ვფიქრობ, რომ ადამიანად მაშინ არის ესთეტიურიც და ლამაზიც, როცა ყველა თქვა ასაკის მატება, ის ბუნებრივი ნაოჭი, სიცილის დროს თვალები რომ იჭუტება, იგივე ღიმილის ნაოჭები ჩდება, რაღაც ადამიანის ემოციები აქვს, ეს ყველაფერი რომ გაზიარებადია და თვალისთვის ხილული, ჩვენთვის ამაზე მეტი სილამაზე არ არსებობს. ხო, და ალბათ ის ნაოჭი მაინც როცა გამოსასვლელია გამოვა, ეს ხო ძალიან გენეტიკურია. სხვათა შორის ეს მაინტერესებს. აი დედას მაგალითად ძალიან ცოტა ნაოჭი აქვს და თავს მაგით ვემშვიდებ. მე მგონი მეუბრალე გენეტიკური წინასწარ-განწყობაც არის, კანის ტიპზეც არის დამოკიდებული. ერთ-ერთ კონგრესზე ვიყავი მახსოვს და იქ დიდი პლაკატი იყო, ასე ვთქვათ, სადაც წარწერა იყო, რომ სილამაზე არ არის სიახალგაზრდა ვეში. და ვთქვათ, ასაკის მატებასთან ერთად, როცა რადიკალურად განსხვავებულად შეიძლება გამოიყურებოდეს შენ ასაკთან მიმართებაში, უფრო სასაცილოა ვიდრე ლამაზი და არა ესთეტიური ლამაზად დაბერება, ის სწორად დაბერება, როცა კანზე ბუნებრივი ემოციები, მიმიკა მაგრამ ისე მოვლილად და ლამაზად არის შენარჩუნებული, არასა თქვენ ზედმეტად ღრმად და ვთქვათ ჩვენთვის არაესთეტიურად უფრო მისაღებია. ჩვენს ასაკში ალბათ ამაზე ლაპარაკი უფრო მარტივია. ალბათ. შეიძლება, მაგრამ თუნდაც აი გუშინ შემხვდა ერთი ქალბატონი, რომელიც ალბათ იქნებოდა 65 წლამდე. ძალიან თხელი მოვლილი, ყველა ნაოჭი სახეზე ქონდა და თავის ადგილას იყო, მაგრამ იმდენად უხდებოდა ეს ყველაფერი. ჩვენ ქართველი მსახიობებიც ყავს ულამაზესი ქალბატონები, ვისაც ალბათ რამე რო ქონდეთ შეცრული და ის ერთი ნაოჭით ნაკლები ქონდეთ, ისეთი ლამაზი და მომხიბვლელები აღარ იქნებოდა, როგორც პირადად ჩემთვის არიან. საჭიროს ვიღაცა მითხრა და მეც დავაკვირდი, რომ რაც უფრო ღია ფერის არის კანი, უფრო ნაოჭდება. არ არის ეგრე? კანის ტიპი არის ეგეთი და მაგიტომ აი მეორე კანს 6 კანის ტიპი არსებობს. პირველი არიან ძალიან ქერები და რიჟები. მეორე არის კი აი ცისფერ თვალები, ღია ფერის თვალები, რომელიც თქვათ
მუდმივად იწვება, არასდროს არ ირუჯება, იშვიათად ირუჯება. მესამე კანის ტიპი არის, როცა იშვიათად იწვება, მაგრამ ირუჯება. მეოთხე კანის ტიპი არის, რომელიც თითქმის არ იწვება და ძირითადად კარგად ირუჯება. აი მეორე კანის ტიპი, რომელიც ძირითადად გულისხმობს თეთრი ფერის კანს, ღია ფერის თვალებს, მათი კანი უფრო მიდრეკილია, თქვა სხვადასხვა წარმონაქმნებისკენაც კანზე, როგორიც არის თქვა ლაქები, ხალი, პიგმენტაცია, კაპილარები და ასევე სიმშრალისკენაც შეიძლება ზოგჯერ მეტად იყვნენ მიდრეკილები. ამიტომ ატოპიური დერმატიტით ზოგჯერ სტატისტიკურად ღია ფერის ინდივიდებში უფრო აღინიშნება, ვიდრე მუქი შეფერილობის ადამიანებში. ესე იგი, უნდა გაგიმართლოს მაგაში. სხვათა შორის გულწრფელად რომ თქვა, ერთადერთი რამე, რაც შეიძლება რომ სხვა ქალის შემშურდეს, არის აი ეგეთი სუფთა და ძალიან ისეთი კანი რა, აი უპრობლემო, ასე ვთქვათ. აი მართლა გულწრფელად ვამბობ, არასოდეს არავისი არაფერი არ შემშურებია ესე რა, მაგრამ სულ რომ აქ ამ სახის კანზე პრობლემები, აი სუმაბრ რომ ნეტა ესეთი კანი მქონდეს რა, აი სრულიად მეგობარი, ექიმი არის. ჩემი კოლეგა, სტუდენტობის მეგობარი, რომელსაც არასდროს არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ კონდეს მარმარილოსებრი ხავერდოვანი კანი, რომელიც გენეტიკურად აქვს. კი, და აი ცოტა შესაძლოა იშვიათი გამონაკლისები არის ხოლმე. იცი რა მინდა გითხოთ, რადგან აი საცხები, რომელსაც აწერია და გვთავაზობენ, რომ აი შეიცავს კოლაგენს და ასე ვთქვათ, აი ისევ ასაკობრივთან მივდივართ რა, შესაძლებელი არის, რომ საცხიდან მოხდეს კოლაგენის გამომუშავება? ეს არის ერთ-ერთი გავრცელებული მითი. კოლაგენს შეიცავს წავისვავ და კოლაგენი გამომუშავდება მსგავსი რამ არ ხდება. რო დავლიო კოლაგენი? კოლაგენის, ბიოტინის, თუთიის დალევა ზოგადად ძალიან ბუნდოვანი საკითხია ჯერჯერობით კიდევ ამ ეტაპზე. ჯერა, ესე იგი არ არის რაღაც საბოლოო არა. და დასტური ხო ამასთან დაკავშირებით რამდენად თორე ძალიან გამარტივდებოდა ჩვენი საქმე, დავიწყებდით 25 წლიდან მივეპარებოდით ცოტა კოლაგენს და აღარ ამოიწურებოდა მარაგი და აღარ შემცირდებოდა ჩვენ კანში, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ასე არ ხდება. კარგი, ფორებზე მინდა რომ ვისაუბროთ. აი რაღაცა თითქოს ეს ფორები, იცი როგორი რაღაცაა, რომ ეს ფორები რო არის გახსნილი, იქ ეს ბაქტერიები ჩადიან და რაღაცნაირად ამ ფორებს უნდა მივხედოთ და თითქოს ფორების დამხშობი თუ გამაფართოებელი ფუნქციაც აქვს ზოგიერთ საშუალებას. რა არის ეს ფორები და როგორ უნდა მივხედოთ რა, როგორ უნდა მოვუაროთ? ვიღაცას აქვს ძალიან გახსნილი აქვს და ძალიან ეტყობა. ფორები არის ჩვენი კანის ნორმალური ანატომიის ნაწილი. ფორების ზომა განსხვავდება იგივე გენეტიკიდან გამომდინარე და კანის ტიპიდან გამომდინარე. ხა ცხიმიანი კანის შემთხვევაში თქვათ, ფორები უფრო გაფართოებულია და ვიზუალიზაცია მათი უფრო მეტია, ზოგჯერ ტეზონა გვაქვს ხოლმე მეტად ცხიმიანი და ტეზონაზე არის ეს, ხო, შუბლი და ცხვირი. და ნიკაპი. და ზოგჯერ პეპლისებრად აი ეს ადგილები. სადაც თქვათ ახლოდან თუ დავაკვირდებით ჩვენ თავს სარკეში, ალბათ უმეტესობა აღმოვაჩენთ, რომ ეს ფორები ჩანს და ადგილზეა. ეს არ არის ტრაგედია, მაგრამ არ არსებობს ერთი უნივერსალური პროდუქტი, რომ ვთქვათ, რომ აი წავისვავ და ფორებს დამივიწროებს. ფორები ასე არ ვიწროვდება. მაგრამ თქვათ იგივე ქიმიური პილინგების სხვადასხვა მჟავების გამოყენება ტონუსში ინარჩუნებს, რომ მეტად არ გაფართოვდეს. და თუ გაფართოვდა რა ხდება მაგ დროს? ანუ ეს რეალურად ფორები ფართოვდება იმისთვის, რომ თქვათ ცხიმს მისცეს გზა, რომ მარტივად გამოვიდეს კანიდან. იქ საუფლეჯირკვლებიც არის, ძალიან ინდივიდუალურია მათი ვიზუალი, მაგრამ ჩვენ კანს, ფორებს ასევე აქვს უნარი სიცხეში და სითბოში, იგივე ცხელი შხაპის დროს საუნაში გაფართოვდეს და ელასტიურობა იმის, რომ თვითონვე დაიხურონ. ერთ-ერთი გავრცელებული მითი იყო აი სახისწმენდებთან მიმართებაში, რომ ფორები გამიხსნეს და აღარ დამიკეტეს. ასეთი რაღაც არ ხდება. აი ორთქლით რო თითქოს ორთქს რო დიახ, კი, გაპყურები. კი, ორთქლი, ხა ორთქლით როცა ხდებოდა წმენდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხანგრძლივობას და დისტანციას. რა დისტანციიდან ხდებოდა დაორთქლა, ასე ვთქვათ, პაციენტის კანის. მე გამიკეთებია ეგრე წმენდები.
მეც გამიკეთებია, მაგრამ ყოველდღე ცხელშხაპს ვინც იღებს, ის ავტომატურად იგივე ორთქლის ქვეშ არის. უბრალოდ ამ პატარა დეტალებს ქონდა ყოველთვის მნიშვნელობა, რამდენ ხანს ხდება და კანი და რა დისტანციით ხდებოდა ამ ორთქლის. მაგრამ რეალურად მაგის მერე უფრო ადვილია კანის გასუფთავება, ხო? იმიტომ რომ ფორები რბილდება. აი რატო ვურჩევთ ხოლმე ზოგჯერ ძალიან კარგია თეთრი ან შავი თიხის ნიღმები, რომ სახლის პირობებში თიხას აქვს ის უნარი, რომ ფორები გაასუფთავოს. ვურჩევ ხოლმე, რომ აი შხაპის შემდეგ, როცა დარბილებულია ფორები, მაშინ მოხდეს თქვა ამ ნიღბის დატანა კანის ზედაპირზე. ყველა კანისთვის? ცხიმიან კანს უფრო უყვარს თეთრი ნიღაბი, ან ტეზონა როცა არის კომბინირებული კანის შემთხვევაში, მშრალ კანს გამოაშრობს. მშრალ კანს გამოაშრობს თეთრი თიხა. ამიტომ კი ფორები როგორც ფართოვდება, მას აქვს ის ელასტიურობა და ის უნარი, რომ ისევ რა დაუბრუნდნენ თავის ზომას. უბრალოდ წმენდის მერე გამონაყარი იმიტომ არ ჩდებოდა, რომ ფორები გაუხსნეს პაციენტს და აღარ დაუხურეს, უბრალოდ ყოველთვის ჰიგიენურად არ კეთდებოდა წმენდა ამა თუ იმ ადგილას. გასაგებია. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, სახე როგორ გამოხატავს, როცა ესა თუ ის საშუალება არ არის მისი. აი სახის კანის დაჭიმულობის შეგრძნება მაქვს. ძალიან ხშირად თქვენც ალბათ პაციენტები გეუბნებიან, ხო ამას. ეს დაჭიმულობა არის გამოშრობის ნიშანი თუ სხვა რამის ნიშანია კიდე? აი, მაგალითად მე ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე აი აქ თითქოს ქავილის და რაღაცნაირი აი შეგრძნება თითქოს დაჭიმული მაქვს ეს ადგილი და რაღაცნაირად უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. ყველაზე კარგად ჩვენ ვხვდებით თუ მოусმეთ ჩვენ კანს და დავაკვირდებით რა ჭირდება და რა პრობლემა აქვს. იმიტომ რომ მე პაციენტებსაც ხშირად ვეუბნები, თუნდაც პროდუქციასთან მიმართებაში არ არსებობს ერთი პროდუქტი, რომელიც ყველას მოეწონება. ამიტომ თუნდაც დაჭიმულობის შეგრძნება, პირის გარშემო თვალთან სიმშრალე, კანის აქერცვა, ეს ყველაზე სენსიტიური ზონებია. ხშირად იცის ხოლმე, როცა კანი შრება. იგივე წყალს შეიძლება არ ვიღებდეთ საჭირო რაოდენობით, დღეისე გადიოდეს, არ გვახსენდებოდეს. ან თქვათ იგივე მაკიაჟის შემდეგ ღრმად მოხდა კანის გასუფთავება. ზოგჯერ არის თქვათ კანის ზედაპირსო დავიბანთ, უნდა ვადროვოთ 15-20 წუთი. თუნდაც ნახევარი საათი და დავაკვირდეთ, აღდგება ის ტენიანობა, თუ დარჩება დაჭიმულობის შეგრძნება. რჩება ჩემ შემთხვევაში. ესე იგი არის სიმშრალისკენ მიდრეკილი უბნები თქვენს კანზე. აბა კომბინირებული გაქვს ამეუბნები. ესე იგი ერთ-ერთ პოდკასტში ვუსმენდი და ეგ მართალია რომ შეიძლება აქ სხვა საცხი დაგჭირდეს და აქ სხვა, ხო? კი. ასე. იმიტომ რომ როცა არის მშრალი, მიხვედრა უკვე რამხელა გამოცდილება. ალბათ მაინც ექიმმა უნდა გითხრას ეგ, აი როგორ უნდა მივხვდე? დღესდღეობით სხვა შორის არის საცხები, რომლებიც გათვლილია პრობლემური ტიპის კანისთვის, მაგრამ ატენიანებს, ანუ უფრო დატენიანებსკენ არის გათვლილი ისე, რომ კომედონების, ანუ ამ კანქვეშა ბურთების გაჩენას ხელი არ შეუწყოს, იმიტომ რომ ძირითადად ცხიმიანი კანისთვის და პრობლემური კანისთვის განკუთვნილი დასაბანი საშუალებები და დამატენიანებელი საცხები არის მატირების ეფექტით, ცხიმის გამოშვებისკენ, კანის გამოშვებისკენ არის მიმართული, თუმცა კომბინირებული ტიპის კანს და პრობლემურ კანს ესეთი არ მოეწონება. პრობლემური ხაზის ერთ-ერთი საცხი არის ხოლმე დამატებით ჰიდრა აქვს, თქვათ, მითითებული, რომ გვაჩვენოს, რომ არის პრობლემური კანისთვის, თუმცა დამატენიანებელი ეფექტით. ესე იგი, მოკლედ, აი შუალედი არის დასაცავი, რასაც ალბათ თვითონ უნდა მიხვდეს ადამიანი მას შემდეგ, რაც რამდენიმეს დატესტავს. კიდევ ერთი ტრენდი და აქტუალური საკითხი, ეს არის პეპტიდები. რომელსაც შედარებით ახალია. კიდევ სხვათა შორის ითვლება, რომ პეპტიდები იგივე კოლაგენის გამომუშავებას ხელს უწყობენ. რა არის ეს პეპტიდები? მე არ ვიცი, არასოდეს არ გამომიყენებია და ხა აი ცდუნების წინაშე ვარ, რომ მეც გამოვიყენო. პეპტიდები არის ცილები, რომელიც თქვათ, როგორც სხვადასხვა კარგი ინგრედიენტებს, ასევე დადებითი ეფექტი აქვს ჩვენ კანზე. ხა წეგან ჩვენ ვისაუბრეთ, კოლაგენს თუ დავლებთ, გამომუშავდება თუ არა და თქვათ, რამ შეიძლება გამოიმუშავოს კოლაგენი. ჩვენ როგორ შევუწყოთ ხელი? ერთ-ერთი თქვით რეტინოიდები ან რეტინოლი, პეპტიდებიც მიეკუთვნება მსგავს ინგრედიენტებს, კიდე ვიტამინ B3 არის ასეთი, რომელიც ხშირად შატების შემადგენლობაში შედის ხოლმე. პეპტიდები როგორც სახლის პირობებში და ზოგიერთ პროდუქტში შედის, ასევე ინექციურ რეჟიმშიც კეთდება.
რა პროდუქტებში შედის ეს? მოვლის საცხებში. ხო. ასე ვთქვათ, ინიექციის კუთხითაც კეთდება. ანუ ეს არის ალბათ რაღაც ასაკის მერე ჩასართავი ბიოლოგიურ ასაკს დაუბრუნდები, ვთქვათ, აი 25 წლის მერე ზოგადად ითვლება, რომ შეიძლება ჩაერთოს რუტინაში ანტიასაკობრივი, ვთქვათ, ინგრედიენტები, მაგრამ გამომდინარე 22 წლის, 20 წლის ადამიანი შეიძლება იყოს, ვინც სოლარიუმს ხშირად სტუმრობს, ზეზე ხშირად ირუჯება და მისი კანი ბევრად უფრო დაბერებულად გამოიყურებოდეს, ვიდრე 35 წლის ადამიანის. გასაგებია. მინდა ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხო, ამას წინათ იყო სწორედ დიდი სკანდალი ამასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებმა შეიძლება ფრჩხილის მოვლით დაიზიანონ სერიოზულად ჯანმრთელობა. და ალბათ თქვენც ყოლიათ პაციენტები, ვინც ამ გელაქების გამოყენების შემდეგ უჩივის სერიოზულ, ასე რა ქვია, რაღაც სიმპტომებს. რა არის ამაში დამნაშავე? ზოგადად კი შილაქის შემთხვევაში ფრჩხილებზე ხო ხდება ულტრაისფერი ნათება, როგორც კანის კიბოს პრევენცია რას ვამბობთ, რა არის მზისგან დამცავის გამოყენება, ხო ისევე არის ფრჩხილების შემთხვევაში რისკი რახან ვინც ხშირად იკეთებს და თუ ხშირად ხდება ულტრაისფერი ნათების ქვეშ ფრჩხილების მოთავსება, მაინც არსებობს ალბათობა იმის, რომ შეიძლება ფრჩხილზე წარმოიქმნას სიგრძე ან ვერტიკალური ფორმის მუქი შეფერილობის ზოლი და შეიძლება ეს იყოს სიმსივნური წარმონაქმნი ფრჩხილზე. ვერტიკალური ზოლი? ვერტიკალური მუქი ყავისფერი ზოლი. ესე. კი ბატონო. ესე ზოლი. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ვისაც აქვს, იმიტომ რომ შეიძლება არის მელანონი ხია, ფრჩხილქვეშა ხალს ვეძახი ხოლმე, რომელსაც იდენტური შესახედაობა აქვს და არის რამე რასაც იდენტური შესახედაობა არის ძალიან უწყინარი, ბავშვებშიც ძალიან ხშირად არის ხოლმე, ამიტომ ყოველთვის შეუძლია სპეციალისტმა შეაფასოს და წინასწარ არაფერზე არ ვინერულოთ, მანამ სანამ არ მოხდება ექიმთან ვიზიტი. ასევე გელაქი, რა თქმა უნდა, საშუალება, რომელიც ამდენ ხანს ნარჩუნდება ფრჩხილის ზედაპირზე, არ არის ბუნებრივი და შეიცავს ბევრ ქიმიურ ნაერთს. და ვერაფრით ვერ იქნება მინიმუმ სასარგებლო, მაგრამ აი ეს რაღაცა ძალიან რადიკალური საფრთხე რაც შეიძლება მოდიოდეს. რადიკალური საფრთხე გელში არ არის ხოლმე, იმიტომ რომ გელს რაც შეუძლია და ზოგჯერ გელაქს, შილაქს კანზე გამოიწვიოს ძალიან მწვავე ალერგიული რეაქციები, რომელსაც შემდეგ ქრონიკული ბუნება აქვს და დისიდროზულ ეგზემაში შეიძლება ჩამოყალიბდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტს თითებზე, ფრჩხილების გარშემო უჩნდება ქავანა, პატარა ბუშტუკები, ძალიან ეკავებათ ხოლმე და შემდეგ ეს ბუშტუკები სკდება, კანი იქერცლება, კანის თვლიანობა რომ ირღვევა შეიძლება მეორადად დაინფიცირდეს და ძალიან დისკომფორტის მომტანია. მაგრამ მე მყავდა ერთხელ ხშირად არის მომართვიანობა ამ პრობლემის პაციენტების მხრიდან, რომ კანზე ხდება ეს ქავანა გამონაყარის გაჩენა გელის ან შილაქის მერე. თუმცა ერთ პაციენტს რომ უთხრა, რომ მას აღარ უნდა გაეკეთებინა, იმიტომ რომ თვითონაც კარგად ხდებოდა მდგომარეობა მწვავდებოდა მას შემდეგ, რაც ინახლებდა შილაქს. მან თქვა, რომ არ იყო მზად იმისთვის, რომ დაეთმო ეს კომფორტი, რაც გულისხმობდა შილაქის ტარებას. ეს უკვე პაციენტის უფლებაა, მე ვალდებული ვარ, რომ გავაფრთხილო. სხვათა შორის ბავშვებიც ძალიან ხშირად არ ვიცი როგორ ახერხებენ, მაგრამ იკეთებენ სალონებში. ალბათ სპეციალისტებმაც უნდა აიღონ რა ამაზე პასუხისმგებლობა, რომ პატარებს ალბათ არ უნდა გაუკეთონ, ხო? ეს რაღაცნაირად ჩვენი დასაცავები არიან ჩვენი შვილები, მე ასე მგონია და აი ეს ის შემთხვევაა, როდესაც აი ეს რაღაცნაირი აღზრდის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია საუბარზე და ასე შემდეგ, უკვე აღარ ჭრის და უბრალოდ უნდა უთხრა არა და მორჩა. მე ასე ვარ რაღაცეებზე, აი არა და მორჩა, არ განიხილება და აბსოლუტურად ეს პასუხისმგებლობა ჩვენი ასაღ. მე ანუ გვერდით ჩდა არა ბავშვი, რომელიც იკეთებდა შილაქს. კი, ძალიან ხშირად არის. მე პაციენტებთან ხუმრობ ხოლმე ზოგჯერ, რომ შილაკოფობია მაქვს, მე თვითონ არ ვიკეთებ შილაქს. მეც არა. იმიტომ მე ძალიან მაწუხებს, ანუ მამძიმებს და მტკივა, ეთყობა რომ მაგასაც ეჩვევიან მე პაციენტები. სულ ორჯერ მაქვს გაკეთებული, კი, ძალიან კომფორტულია, იმის მერე ბევრი წელია გასული, გავიკეთე ერთ-ერთ საუკეთესო სალონში, ყველა წესის დაცვით, მაგრამ როგორც კი
მოხსნა მოხდა ფრჩხილის ზედაპირიდან, ვერ ვეხებოდი ვერაფერს, იმდენად გათხელებული იყო ფრჩხილის კედლები. და ფრჩხილის საწოლსაც წვეწები. მინდა სიამაყით წარმოგიდგინოთ გვანცას პოდკასტის წარმდგენი სკანდინავიური საკვები დანამატების ბრენდი New Nordic, რომელიც უკვე ერთ-ერთი მოთხოვნადი არის მსოფლიოს სამ კონტინენტზე და ძალიან მიხარია რომ ის ჩვენს გვერდით არის და მინდა გითხრათ რატომ ავარჩიე პარტნიორად ეს ბრენდი New Nordic. მოგეხსენებათ რომ სკანდინავიის ქვეყნებში ძალიან გამკაცრებულია კონტროლი ყველაფერზე და მათ შორის განსაკუთრებით მედიკამენტებზე და საკვები დანამატების წარმოებაზე, ამიტომ ხო წარმოგიდგენიათ რამდენი ეტაპი აქვს გავლილი კვლევების და შემოწმების New Nordic სანამ გამოვიდოდა სკანდინავიის და შემდეგ უკვე მთელი მსოფლიოს და სამი კონტინენტის ბაზარზე, ამიტომ ძალიან მიხარია რომ სწორედ ასეთი ხარისხიანი პროდუქცია არის ჩვენი პარტნიორი. თან მომწონს ბრენდის ფილოსოფია ძალიან beauty in and out, ანუ სილამაზეს ეს რუნა სწორედ შიგნიდან იწყება და მეც ვეთანხმები ამ ფილოსოფიას. სხვათა შორის ბრენდის ბესტსელერი პროდუქტები საქართველოშიც არის უკვე წარმოდგენილი და რამდენიმე მათგანს ჩამოგითვლით და მიხვდებით როგორი ტიპის საკვები დანამატები შეგიძლიათ სწორედ New Nordic-ის თაროზე ნახოთ. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ apple cider-ი, რომელიც გამოიყენება წონის კორექციის ხელშეწყობისთვის. ძალიან საინტერესო და აქტუალური პროდუქტია დღეს. ზუკარინი გახლავთ ტკბილზე მოთხოვნილების შესამცირებლად და ასევე hair volume, რომელიც ჩვენი თმის მოვლის რუტინაში შეგვიძლია დავიხმაროთ იმისათვის, რომ გქონდეს მოცულობითი და ჯანმრთელი თმა. New Nordic-ის პროდუქცია ალბათ უკვე იცით, მაგრამ შეგახსენებ, რომ შეგიძლიათ GPC-ის აფთიაქებში მთელი საქართველოს მასშტაბით მოიძიოთ. მოდით ვთქვათ, რომ ყველა ეს საშუალებები, რომელიც რეალურად ჩვენ გვიყვარს, ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებს, ხშირად ჩვენი კანისთვის, ჩვენი თვით შეფასებისთვის და ასე შემდეგ. ვერანაირ შედეგს ვერ მოგცემს თუ რაღაცა ელემენტარულ პრინციპებს არ დავიცავთ ცხოვრებაში, ხო? ეხლა სახის კანი, ჩემი სახის კანი ასეა და თუ თქვენც დააკვირდებით, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენიც ასე იქნება. სულ სხვანაირია, როცა ვარ გამოძინებული და ბევრი წყალს ვიღებ და სულ სხვანაირია, როცა ვარ დასტრესილი და ასე შემდეგ. მოდი ვთქვათ, უშუალოდ სახის კანისთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დავიცვათ ცხოვრების წესის თვალსაზრისით? ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ ალბათ ჩვენი ვიზუალის, ჩვენი კანის თუ კონკრეტულ დაავადებასთან არ გვაქვს საქმე, მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში არაპრობლემურ კანზე. 70-80% დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრების რეჟიმზე. რაც არ უნდა მაგდე 70-80. როდის ვართ ყველაზე ლამაზები? როცა ვბრუნდებით ძალიან კარგად გატარებული დასვენების პერიოდებიდან. იმიტომ რომ იგივე ძილი როცა ხდება ჩვენი კანის აღდგენა, წყალი რომელიც ჰიდრატაციას, დატენიანებას უზრუნველყოფს. სტრესის ფონზე კორტიზოლი იმატებს, კორტიზოლი ძალიან ისეთ დაღლილ იერსახეს მატებს ხოლმე. სტრესი გამონაყარს იწვევს. კი, სტრესი გამონაყარს იწვევს. დავაკვირდი, რომ სტრესის ფონზე გამონაყარი ჩდება, ან არსებული მწვავდება. ალკოჰოლი კანს აშრობს, თამბაქოს მოწევა ადუნებს კანის ელასტიურობას და უფრო მარტივად შთანთქავს კოლაგენს და ელასტინს. ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბალანსირებული კვება, საკმაის რაოდენობით წყალი, არაფერი გადამეტებული, კარგად გამოძინება, ძალიან ჭირს ჩვენს ყოველდღიურობაში, ვთქვათ ეს ყველაფერი ისე ჩვენ თავს შევუსრულოთ, იმიტომ რომ ყოველდღიურად არის მაინც პატარ-პატარა სტრესები და ალბათ ძალიან მიხარია თუ დღესდღეობით ვიღაცას ეს პატარ-პატარა სტრესები შეიძლება არ ქონდეს ყოველდღე. თუმცა კანი არის ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო, რომელიც არის სარკე და მარტივად ირეკლავს ჩვენ შინაგან თუ გარემოებად. ჩემი პოდკასტის მხარდამჭერი გახლავთ ბრენდი დეკლარი და ვისაც მგრძნობიარე კანი გაქვთ ამ ბრენდის შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ, იმიტომ რომ ეს შვეიცარიული ბრენდი შეიქმნა 70 წლის წინ და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შექმნა ხაზი სწორედ მგრძნობიარე კანისთვის. სხვათა შორის დერმატოლოგებმა და მკვლევარებმა იკვლიეს და დაადგინეს, რომ ხანგრძლივი გამოყენების შედეგად 70%-ით მცირდება კანზე მგრძნობელობა დეკლარის პროდუქციის გამოყენების ინტენსიური გამოყენების
გამოყენების შემდეგ და ეს მგრძნობელობა ძალიან ბევრი რამით შეიძლება იყოს გამოწვეული, ეს შეიძლება იყოს ტემპერატურული, ანუ სიცივით, სიცხით გამოწვეული, ხისტი წყლით, სხვათა შორის სტრესით, ასაკობრივი ცვლილებებით მოგეხსენებათ და თუ გამოცდით ამ პროდუქტს, თქვენ თვითონ შეამჩნევთ, სწორედ რამდენიმე კვირის შემდეგ, რომ აუმჯობესებს და ააქტიურებს კანის ბარიერულ ფუნქციას, ხსნის ანთებას და გაღიზიანებას, რომელიც ხშირად ახასიათებს სწორედ მგრძნობიარე კანს, კანის ფერს აუმჯობესებს და ის სწორედ ამ ჯანსაღ იერს და ბრწყინვალებას აძლევს კანს და ეფექტურად გეხმარებათ ასევე დაბერების წინააღმდეგაც. სხვათა შორის დეკლარს აქვს ესეთი ფილოსოფია, რომელსაც მეც ვეთანხმები, რომ სილამაზე იწყება სწორედ იქიდან, სადაც თავს კანი კარგად გრძნობს, მშვიდად გრძნობს და ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკა, ეს არის ზრუნვა, პატივისცემა და ნაზი დამოკიდებულება საკუთარი თავის და კანის მიმართ. აუ, ერთი რაღაცაც უნდა გითხოთ. სახის იოგა და სახის მასაჟი მართლა ემაშვება სახეს? აი, ძალიან კარგია. უშლის ხელს ვტოს? სახის იოგა, სახის მასაჟი არის ძალიან კარგი, ოღონდ ამას სჭირდება პერმანენტულობა. ერთი დღე გავაკეთე, მეორე დღე დამეზარა, ერთი დილა მოდი დილის წინ დღესა, ესე არ შეიძლება, როგორც ტანის კუნთებს სჭირდება გამკვრივება და ვარჯიში, ასევე სჭირდება სახის კუნთებს და ძალიან კარგი შედეგები აქვს პაციენტებს, ვისაც აქვს ის ნებისყოფა, რომ ამას ყოველდღიურობაში მიყვნენ, ამის სპეციალური ტექნიკები აქვს, ყავს ძალიან კარგი სპეციალისტები და კი ნამდვილად ეფექტურია და ალბათ ეს ნებისყოფა უნდა გაგაჩნდეს, რომ ამ ყველაფერს მიყვე. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი თუ გნებავთ, დაგვიწერეთ კომენტარებში ესეთი თემები თუ გაინტერესებთ. მე მაგალითად მაინტერესებს და სიამოვნებით ვისაუბრებდი კიდევ, თუნდაც ამ სახის იოგის ან მასაჟების მიმართულებაზე. ძალიან დიდი მადლობა ნათია. მე მგონი თქვენ მოწვევისთვის. იმედი მაქვს სასარგებლო იყო. კიდევ ერთხელ თუ გნებავთ დააჭირეთ ლაიქს, თუ მოგეწონათ და თუ მოგწონთ ჩვენი ეპიზოდები, დაგვიტოვეთ კომენტარები, რა თემებზე ისურვებდით ჩვენს პოდკასტში საუბარს. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე საუკეთესო სურვილს.